მოგესალმებით, მადლობა მოგზაურობისთვის და ინტერესისთვის. ჩვენ დღეს ვიწყებთ ენერგეტიკული სემინარების ციკლს, რომელიც გვინდა მიუძღვნათ ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენებს, საინტერესო თემებს და იმ გამოწვევებს, რომელიც ენერგეტიკაში დგას. ასეთი მრავალია, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს რეფორმა. მივიღეთ 5 ახალი კანონი, რომლის განხორციელებისთვის ეხლა მუშავდება კიდევ მრავალი კანონქვემდებარე აქტი. ამ კანონებმა და კანონქვემდებარე აქტებმა უნდა ძირეულად შეცვალონ და გაუმჯობესონ ენერგეტიკის ფუნქციონირება, ბევრი ურთიერთობა, ბაზრის სტრუქტურა, ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგიის განვითარების პირობები უნდა შექმნას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გამტკიცების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ უამრავი საინტერესო ამოცანა დგება, არა მარტო კანონშემოქმედებითი, არამედ მათ შორის ფიზიკური გარემოს შესწავლის, როდესაც განახლებადი ენერგიის განვითარება გვინდა, იქ უნდა ბევრი ვიცოდეთ იმ გარემოზე, სადაც ამას ავითარებთ, რესურსები უნდა ვიცოდეთ. ეკონომიკური ამოცანები დგება, პოლიტიკის ამოცანები დგება, ტექნოლოგიური, კვლევითი ამოცანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საჭირო არის იმისთვის, რომ ენერგეტიკა იმ მიმართულებით, რაც დაგეგმილია, სწორად და სწრაფად განვითარდეს და ჩვენი სემინარების საშუალებით გვინდა ხელი შეუწყოთ ამ ენერგეტიკული და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. ვცადოთ, რომ გავაძლიეროთ კავშირი ენერგეტიკასა და კვლევას შორის, ენერგეტიკასა და განათლებას შორის და სხვადასხვა დარგებს შორის, რომლებმაც მულტიდისციპლინარული მიდგომით და მდგრადი განვითარების პრინციპების გამოყენებით უნდა ერთად ითანამშრომლონ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება და მთლიანად და ენერგეტიკაც ასევე განვითარდეს. ასე რომ, მადლობა მოგზაურობისთვის პირველ სემინარზე. ჩვენ დაველოდებით ასევე თქვენს შეკითხვებს იმაზე, თუ რა თემები შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო, თუ არა და ჩვენ შემოგთავაზებთ შემდეგ სემინარებს და გვინდა აღვადგინოთ ის ტრადიცია, რომელიც გვქონდა რამდენიმე წლის წინ და იმ სემინარების ციკლი, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირთან დაახლოებას ენერგეტიკულ სექტორში და რომელმაც ჩვენი აზრით საკმაოდ კარგი როლი ითამაშა ამ მიმართულებით ცნობადობის და თავად ენერგეტიკის განვითარებისათვის. ასე რომ, მადლობა, გადავცემ სიტყვას ჩვენ დღევანდელ მომხსენებელს, რომელიც არის ახალად ჩამოყალიბებული საბითუმო ბირჟის ელექტროენერგეტიკული ბირჟის დირექტორის მოადგილე ირაკლი გალდავა, რომელიც აი ამ საინტერესო ახალ წამოწყების შესახებ და მისი დღევანდელი სტატუსის შესახებ გვიამბობს. შეკითხვები თუ გექნებათ გზადაგზა, სასურველია, რომ ჩატში ჩაწეროთ და შესაბამისად მსვლელობის განმავლობაში გარკვეული ინტერვალებით ირაკლი გვიპასუხებს შეკითხვებზე. აბა ირაკლი, გთხოვთ. მადლობა ბატონო მურმან, ძალიან საინტერესოა ესეთი სემინარები. ჩვენ როგორც ენერგეტიკული ბირჟა მოხარული ვართ მივიღოთ მონაწილეობა ყველა აქტივობაში, რომელიც ემსახურება საზოგადოების მონაწილეების, პოტენციური მონაწილეების, ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის მიწოდებას და რა თქმა უნდა ამ შემოთავაზებაზეც სიამოვნებით დაგნავთ. ჩვენი ორგანიზაციის შესახებ რა საკითხებს აპირებს მომავალში ამჟამად რა პროცესს გავდივართ, ამაზე უკვე გიამბობთ პრეზენტაციის მიმდინარეობისას და ჯობია დავიწყოთ პრეზენტაცია და გზადაგზად თუ რაიმე კითხვები გექნებათ, რაიმე იქნება დასაზუსტებელი. ჩატში მოიწერეთ, შევეცდები მივადევნოთ თვალი პარალელურად ჩატს და უპასუხო ისე რომ არ შევაფერხოთ პრეზენტაცია. თუ რაიმე კითხვა იქნება ისეთი, რომელიც
არ საჭიროებს დაზუსტებას იმას რასაც საუბარი, უკვე ბოლოსთვის ესეთი დიდი მსხვილი მნიშვნელოვანი საკითხები შეიძლება შევინახოთ ბოლო დისკუსიის ნაწილისთვისა და სადაც შეიძლება ვიმსჯელოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. გიორგი გადართავს ხოლმე სლაიდებს. გიორგი მიგანიშნებ ხოლმე რომ გადავხოთ. საფუძველი ჩვენი რეფორმის, როგორც ალბათ მოგეხსენებათ ყველას და ასოცირების ხელშეკრულები იყო რა თქმა უნდა უპირველეს საფუძველი, თუმცა შემდეგ 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა რატიფიცირება ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების. ეს არის პროტოკოლი, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს ვალდებულებები, რომ მან მისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროპულ კანონმდებლობას და ვადები კანონმდებლობის განხორციელების ასევე მოცემულია პროტოკოლში. გიორგი წინ დაუბრუნდეთ, მიგანიშნებ როცა გადავხოთ. და ეს უბრალოდ ხშირად ვახსენებ ხოლმე სიტყვას, ხშირად გვესმის ალბათ ეს ვალდებულებები და ეს ვალდებულებები არის საპირწონედ ჩვენი სურვილის, რომელიც არის ევროპასთან დაახლოების. შევწდები გავყვეხა პროცესს, როგორ მიდიოდა ენერგეტიკული რეფორმა, რადგან შევქმნათ ასე სრული სურათი დავინახოთ და კონცენტრაციას რა თქმა უნდა გავაკეთებ ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობაზე და ბაზრის ახალ მოდელზე. შემდეგ იგივე ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა 2018 წლის 4 დეკემბერს. ის დაფუძნა ორმა კომპანიამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა ესკომ. 50-50%-ია მფლობელობა ამ კომპანიების ბირჟაში და ეს ბირჟის დაფუძნება წინ უსწრებდა ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის მიღებას. შემდეგი, რომელიც უკვე 2019 წლის 20 დეკემბერს მიიღო პარლამენტმა და ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ კანონის მიღება, რომელმაც შექმნა საფუძველი საქართველოს ენერგეტიკის რეფორმებისთვის. მთავარი პრინციპი, ახალი პრინციპი ამ კანონის არის ის, რომ უმთავრესი მიზანი, რასაც სახავს ეს კანონი, არის კონკურენტული ბაზარი, რომლის შექმნისთვისაც გარკვეული პირობებს ასევე განსაზღვრავს და ასევე გარკვეული ახალი ვალდებულებები შემოგვაქვს მონაწილეებისთვის. ეს არის ქსელზე სამართლიანი დაშვება, რითაც აუცილებელია ეგრეთ წოდებული ამბანდნიგი საქმიანობების განცალკევება, ასევე სამართლიანი ტარიფები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც აუცილებელია კონკურენტული ბაზრის მიღწევისათვის. უკვე შემდგომ კანონის შემდგომ 2019 თარიღი წელი არასწორად წელია 2020 წლის 16 აპრილს მიღებულ იქნა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია. ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ძირითად ჩარჩო მოდელს ელექტროენერგიის ახალი ბაზრის და გარდამავალ ეტაპს, როგორ მივახციოთ ამ ახალ მოდელს. შემდეგი იგივე უბრალოდ კონცეფცია აქ გავჩერდეთ ცოტა ხანი ბაზრის კონცეფციაზე, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საიდანაც შეიძლება გავიგოთ რა იქნება ახალი ბაზრის პრინციპები, ახალი ბაზრის ზოგადი მახასიათებლები და ახალი ბაზრის ზოგადი ფორმა. კონცეფცია აყალიბებს ბაზრის სამიზნე მოდელს, რომელსაც გვინდა მივახციოთ. ეს არის თავისუფალი ბაზარი, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ ყარიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებლებს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. აქ მოცემულია ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომლის გარეშეც ვერ იფუნქციონირებს საერთოდ კონკურენტული ბაზარი. თუ არ იქნა არადისკრიმინაციული პირობები, თუ ყველა მონაწილე არ იქნა ერთიან პირობებში, თუ არ ყალიბდება კონკურენტული ფასი გამჭვირვალედ და თუ მომხმარებელს არ აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, რა თქმა უნდა, უკვე ამ პირობების გარეშე რთულია ვისაუბროთ კონკურენტულ ბაზარზე და მის შექმნაზე. შემდეგი კონცეფციით ასევე განსაზღვრულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში რაც არის ახალი ჩვენი ბაზრისთვის, ეს არის საბითუმლო ბაზარზე საათობრივი ვაჭრობის და თვითდისპეჩერების ვალდებულება. შევეცდები ავხსნა რა არის ეს თითოეული მათგანი, იგივე შემდეგი. ეკრანზე თქვენ ახლა ხედავთ გრაფიკს, რომელიც მონაცემების წყარო არის ESCO და რომელიც ასახავს საქართველოში ელექტროენერგიაზე ჩამურ მოთხოვნას და საბალანსო ელექტროენერგიის ფასს. როგორც ხედავთ, იცვლება როგორც
მოთხოვნა, გამური მოთხოვნა, ასევე იცვლება საბალანსო ელექტროენერგიის ფასი. იმის მიხედვით თუ რა რესურსები არის ხელმისაწვდომი კონკრეტულ პერიოდში. შემდეგი და შედეგად ვხედავთ, რომ გვაქვს განსხვავებული ფასები სეზონების და თვეების მიხედვით. იმის მიხედვით რა არის მოთხოვნა და რა წყაროები არის ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხელმისაწვდომი. ეხლა თუ შევხედავთ უკვე დღის შიგნით მოთხოვნას, აქ არის მოცემული 4 სეზონის 4 დღე და საათობრივი მოთხოვნა ამ დღეებში. 15 იანვარი, 15 აპრილი, 15 ივლისი და 15 ნოემბერი. 24 საათიანი მოთხოვნა თითოეულ მათგანზე. აქ თუ შევხედავთ, ნახავთ, რომ გარდა იმისა, რომ არის სეზონური განსხვავება, კონკრეტულ სვეტში განლაგება ამ რუდების, ასევე არის დიდი განსხვავება დღის შიგნით. მაგალითად, მინიმალური მოთხოვნა არის დაახლოებით 5 საათზე, მაგრამ მაქსიმალური პიკს აღწევს უკვე 21 საათზე. და ჩნდება კითხვა, თუ არის განსხვავებული ფასები სეზონების მიხედვით, სადაც მოთხოვნა და ასევე წარმოების შესაძლებლობები არის განსხვავებული. უნდა იყოს თუ არა განსხვავებული ფასები უკვე დღის შიგნით. როდესაც თუ დავავიწროვეთ ამ სეზონურობის ჭრილს, ასევე განსხვავებულია მოთხოვნა და განსხვავებულია მიწოდება. შემდეგ იგივე. და რა მე მიმაჩნია, შეიძლება ბევრი მეთანხმებით, რომ განსხვავება აქაც რა თქმა უნდა იყოს. ამიტომაც არის ახალი მოთხოვნა ჩადებული კონცეფციაში, რომ ვაჭრობა უნდა იყოს საათობრივად და შესაბამისად საათობრივი ფასები გვექნება უკვე ჩვენ საბითუმლო ბაზარს. შემდეგი. თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს არის საათობრივი ვაჭრობა მხოლოდ საბითუმლო დონეზე. რო შევადაროთ დღევანდელი მოცემულობა უკვე რა იქნება ახალ მოდელში, შეიძლება ესეთი საილუსტრაციო მაგალითი მოვიყვანოთ. ეს მაგალითად თელასი თბილისში, რომელიც აწვდის ელექტროენერგიას, შეიძენს ამ ენერგიას საბითუმლო დონეზე, პირობითად ელექტროსადგურისგან, რომელსაც ანგარიშტორების პერიოდი არის თვე და ფასით როგორც წესი არის ხოლმე ერთ მომწოდებელთან დაფიქსირებული თვის განმავლობაში. ანუ გადახდა თელასი ამ წარმოებელთან ახორციელებს თვის ბოლოს წინასწარ განსაზღვრული ერთი ფასით. შემდგომ ამ ენერგიას კომპანია მაგალითად მოსახლეობაზე ყიდის თვის ბოლოს, სადაც მოსახლეობისგანაც თანხას იღებს ყოველთვიურად. რა იქნება ახალ მოდელში? ახალ მოდელში იცვლება მხოლოდ ანგარიშტორების პერიოდი და ანგარიშტორება საბითუმლო დონეზე. რაც ნიშნავს, რომ თელასი იყიდის ენერგიას ბირჟაზე, ითადრე და ანტიურ ბაზარზე, სადაც იქნება თვის განმავლობაში 30-ჯერ 24 შეიძლება იყოს განსხვავებული ფასი, შეიძლება ზოგიერთი ფასი ერთმანეთს დაემთხოს, მაგრამ პოტენციურად ასე ვთქვათ 24-ჯერ 30 განსხვავებული ფასი ექნება და ბირჟაზე ანგარიშტორებას ახორციელებს ყოველდღიურად. რაც ნიშნავს, რომ თელასი ბირჟაზე ნაყიდ ელექტროენერგიისთვის, ელექტროენერგიის ღირებულებას გადაიხდის ყოველ დღე. თუმცა არაფერი არ იცვლება საცალო ბაზარზე, იქ როგორც უწინ მომხმარებელი ისევ გადაიხდის ყოველდღიურად, მოსახლეობა გადაიხდის ყოველდღიურად, როგორც უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებელი და ეს უკვე დარეგულირდება საცალო ბაზრის წესებით, რომელსაც დაამტკიცებს მარეგულირებელი კომისია. კითხვებს როგორც უყურებ, მხოლოდ დავით გებუაძისთვის განმოდის ძალიან დიდი კითხვები და ამას შეიძლება ბოლოს დავუბრუნდებით. და კიდევ ერთი პრინციპი არის დისპეჩირება, რაც ასევე კონცეფციაში არის განმარტებული და გულისხმობს წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკების, ასევე ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების საშუალებებისა და მათი დატვირთვის განსაზღვრა მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ. ცოტა შეიძლება რთულად ვწერდეს, თუმცა სამი საკმაო ფრაზა შეიძლება აქ დავიჭიროთ, ეს არის საათობრივი გრაფიკები და დაგეგმვაზე პასუხისმგებლობა. შემდეგ იგივე, უფრო მარტივად რო ვთქვათ, რო შევადაროთ აქაც შესაძლებელი სიტუაცია ახალი მოდელის კონცეფციას. დღეს მონაწილეები არ არიან პასუხისმგებელი მათი გეგმების შესრულებაზე, მაგალითად, სადგური არ მომხმარებელი, მან შეიძლება ხვალ აწარმოოს ან მოიხმაროს ელექტროენერგია მიუხედავად იმისა, თუ როგორ დაგეგმა წინა დღეს. რაც რა თქმა უნდა არის ხარჯი ზოგადად სისტემისთვის, მაგალითად, თუ მე ვარ სადგური და პირობითად პროგნოზით ჩემი გეგმა არის ხვალ 100 მეგავატ-საათის გაყიდვა და ეს ენერგიის წარმოების საშუალება მე არ მაქვს, რა თქმა უნდა, სისტემის ოპერატორს დაბალანსების მიზეზით უკვე აქვს ვალდებულება, ჩნდება მოთხოვნა, რომ ეს დანაკლისი შეაფსოს სხვა სადგურის მიერ. მე ჩემი
ჩემი ქმედებით, ჩემი გეგმის ვერ შესრულებით გამოვიწვიე ხარჯის სისტემისთვის, რომელსაც ეს მე არ ვიხდი. ეს არის რაც იცვლება მომავალში, უკვე ყველა მონაწილე იქნება ეს აბიტუმო მომხმარებელი, რომელიც ცხვილი მომხმარებელი თუ ელექტროენერგიის წარმოებელი ტრეიდერი მიმწოდებელი, ყველას აქვს ვალდებულება იყოს პასუხისმგებელი მის უბალანსობას. უბალანსობა მარტივად რო ვთქვათ, ეს არის განსხვავება დაგეგმილ და ფაქტობრივ შესრულებას შორის, ან ყიდვას, ან გაყიდვას შორის. ეს არის თვით დისპეჩირება, ანუ ყველა საბიტუმო ბაზის მონაწილე პასუხისმგებელია, რომ მისი გეგმა იყოს შესრულებული. თუ ეს არ შესრულდა, უკვე ფინანსური პასუხისმგებლობა დაიკისრება საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ. შემდეგია ბაზრის გახსნის ეტაპები. კონცეფცია ასევე განსაზღვრავს ბაზრის გახსნის ეტაპებს. აქ დეტალებში შემდეგი გადავიდეთ, ან შევხედოთ. დეტალებში არ შევიდეთ, უბრალოდ გავაკეთოთ ესეთი მოკლე შესავალი, რომ დღეს მიწოდება მომხმარებლებისთვის, დიდი წილი მომხმარებლებისთვის არის რეგულირებული, რაც ნიშნავს, რომ მათთვის ელექტროენერგიის განაწილების ასევე, რომელიც მოიცავს დღეს მიწოდებას, ტარიფი არის კომისიის მიერ დადგენილი, ნაწილი მომხმარებლების არის გაშვებული ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ მათ ტარიფის კომისია არ უდგენს და ანალოგიურად ხდება წარმოებლებისთვის, ელექტროენერგიის გენერატორებისთვის, რომელთა ნაწილისთვის ტარიფს კვლავ კომისია ადგენს, ბოლო რაღაც ნაწილისთვის დაშვებულია დერეგულირება და ისინი თავისუფლად ბაზარზე ყიდიან ელექტროენერგიას. ბაზრის გახსნის გეგმა ითვალისწინებს ამ სადგურების და მომხმარებლების ეტაპობრივ დერეგულირებას, რაც ნიშნავს, რომ მათთვის კომისია ტარიფებს აღარ დაადგენს გარკვეული პერიოდის შემდეგ და უფრო მოცემულია გეგმა, როგორ რა პერიოდულობით მოხდება კონკრეტული ჯგუფის მომხმარებლების ბაზარზე გასვლა. შემდეგი და ბოლო ორი ყველაზე საინტერესო, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კომპონენტები ეს არის ბაზრის სეგმენტები და ბაზრის მონაწილეები. გადავიდეთ შემდეგზე. კონცეფცია განსაზღვრავს მონაწილეებს როგორც გაყიდვის მხარეს, ასევე ყიდვის მხარეს და ასევე განსაზღვრავს ბაზრის სეგმენტებს. ბაზრის სეგმენტები კონცეფციის მიხედვით არის ვითადრე ბაზარი, ღიური ბაზარი, ერთად წოდებული როგორც ენერგეტიკული ბირჟა, ასევე არის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი. ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ ბაზრების მახასიათებლებზე და მათ კავშირზე, უბრალოდ ახლა დამატებით შემიძლია ვთქვა, რომ შემდეგზე გადავიდეთ თან. კონცეფცია ასევე განსაზღვრავს ამ ბაზრის ოპერატორების კონცეფცია განსაზღვრავს, ვინ უნდა ყოფილიყო ამის ოპერატორი ამ ბაზრების და ეს კონკრეტული დავალებები გაეცა სუბიექტებზე. ბირჟის ოპერირების დავალება მიეცა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟას კონცეფციით და ასევე ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ამ სეგმენტის ოპერირების დავალება მიიღო მთავრობისგან ენერგეტიკულმა ბირჟამ, თუმცა ეს არის სეგმენტი, სადაც სავარაუდო რომ სხვა მოთამაშეებიც გაჩნდებიან. რაც შეეხება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სისტემის ოპერირებასთან, ტექნიკურად ოპერირებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბაზარი და ამ ნაწილში ამ ბაზრის ოპერატორი არის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ამავდროულად არის იქნება გადამცემის სისტემის ოპერატორი, დღეს გადამცემის ლიცენზია. შემდეგი გიო. და ასევე კონცეფცია განსაზღვრავს ბაზრის მონაწილეებს და ასევე განსაზღვრავს მათ ვაჭრობის ვალდებულებებს. კონცეფციიდან შეიძლება გამოყოთ მომხმარებლების ორი ჯგუფი, რომლებსაც აქვს დაკისრებული ვაჭრობის ვალდებულება, კონკრეტულ ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება და ჯგუფი, რომელსაც ეს ვალდებულება დაკისრებული არ აქვს. დავიწყოთ ჯერ იმ მონაწილეებით, რომელსაც ეს ვალდებულება აქვს დაკისრებული და რომლებიც აუცილებლად ვაჭრობენ ღირთადრე და დღიურ ბაზარზე. რა თქმა უნდა, თუ მათ წარმოეშვებათ უბალანსობა და საქმეში ჩაერთვება საბალანსო ბაზარი და უკვე მათი უბალანსობის საპირწონედ დაიკისრება შესაბამისი უბალანსობის საფასური. პირველ რიგში ეს არის საჯარო მომსახურების გამწვავი წარმოებლები, ეს არიან ელექტროენერგიის წარმოებლები, რომლებსაც CMEC უდგენს ტარიფს და მათი დერეგულირების გეგმა უკვე მათ გეგმაზე ვისაუბრებთ, ანუ სანამ CMEC უდგენს ტარიფს, მათ აქვს ღირთადრე და დღიურ ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება. ასევე ამ ჯგუფში წარმოებლის მხარეს შედიან PPA-ის პრობლემი წარმოებლები, ეს არის წარმოებლები, რომელსაც სახელმწიფოსგან აქვს გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება
რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგია, დღეს ამას კიდრობს ესკომ, მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგია უნდა შეიძინოს წინასწარ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასად. ამ სადგურებს კონცეფციიდან გამომდინარე ჩანს, რომ აქვთ ორი საშუალება. ერთი, თავად გავიდნენ ბაზარზე და მათი წარმოებული ელექტროენერგია გააყიდონ ბირჟაზე. ან მეორე ვარიანტი, არსებული მდგომარეობის უწვრილად დატოვების სურვილის თუ შეთანხმების შემთხვევაში ეს ენერგია კვლავ მიყიდონ ესკოს, რომელიც გარდაიქმნება საბითუმო საჯარო მიმწოდებლად და უკვე ესკო უზრუნველყოფს ამ ენერგიის გაყიდვას ისევ ბირჟაზე, თითქმის ღრულ ბაზარზე. ანუ ეს ამ წარმოებლების ენერგია აუცილებლად სრულად იყიდება თითქმის ღრულ ბაზარზე. რაც შეეხება შესწავლის მხარეს, აქ არიან უნივერსალური მიმწოდებელი, ეს არის მიმწოდებელი, რომელიც მიაწვდის ელექტროენერგიას მოსახლეობას, მცირე კომერციულს და ასევე გარდამავალ პერიოდში სხვა მოხმარებლების სხვა ჯგუფებს უკვე კომისიის დადგენილი ტარიფის ფარგლებში. აქვე არის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, ეს არის მიმწოდებელი, რომელიც საქმეში ერთვება მას შემდეგ თუ გაკოტრდება ჩემი კონკურენტული მიმწოდებელი, მაგალითად თუ ვარ დერეგულირებული მომხმარებელი, ან უნივერსალური მომხმარებელი არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვყიდულობ ელექტროენერგიას მიმწოდებლისგან და ეს მიმწოდებელი მაგალითად აკოტრდა ან ბაზრიდან გავიდა რაიმე სხვა მიზეზით, იმის გამო რომ არ დავრჩი ელექტროენერგიის მოწოდების გარეშე, საქმეში ერთვება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლები, რომელიც ჩაანაცვლებს უკვე ჩემს არსებულ მომწოდებელს და რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისგან შევისყიდი ელექტროენერგიას, სანამ ახალ მიმწოდებელს არ ავირჩევ. აქვე არის საბითუმო საჯარო მიმწოდებელი, იგივე ესკო, რომელიც ელექტროენერგიას ბირჟაზე შეისყიდის აფხაზეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იმისთვის რომ ეს ენერგია მიეწოდოს აფხაზეთს. და აქვე არიან სისტემის ოპერატორები, ეს არის გადამცემის სისტემის ოპერატორი და განაწილების სისტემის ოპერატორი, რომლებიც ელექტროენერგიას შეისყიდიან მხოლოდ დანაკარგების შესყიდვის მიზნით. ალბათ მოგხსენებათ, რომ სისტემის ოპერატორებს აქვს ხელში დანაკარგები, ანუ ეს ელექტროენერგიის განაწილების გადაცემის, ანუ ეს პროცესი, ელექტროენერგიის გადატანის პროცესი აუცილებლად არის ასოცირებული დანაკარგებთან და მისი შევსების მიზნით ხდება ელექტროენერგიის შესყიდვა. ეს არის ის სავაჭრო ვალდებულებები, რომელიც გამომდინარეობს კონცეფციიდან და ეკისრებათ კონკრეტულ მომხმარებლებს და მწარმოებლებს. შემდეგზე გადავიდეთ იო. და ამის გარდა არის სხვა ჯგუფი მომხმარებლების და სხვა მონაწილეების, რომლებსაც არანაირი ვალდებულება არ აქვთ, მათ აქვს სრული თავისუფლება ელექტროენერგია გაყიდონ ბირჟაზე, გაყიდონ ორმხრივი ხელშეკრულებებით. ანუ ამაში არანაირი შეზღუდვა კონცეფციიდან არ არის, ესენი არიან თავისუფალი მწარმოებელი, ანუ ის ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელსაც კომისია ტარიფს არ უდგენს. ეს არის ტრეიდერი მათ შორის, რომელიც ახორციელებს იმპორტს, ეს არის უკვე გაყიდვის მხარე. შესყიდვის მხარეს არიან მსხვილი მომხმარებელი. ეს არის მომხმარებელი, რომელსაც უფლება აქვს ელექტროენერგია იყიდოს საბითუმო ბაზარზე და მათ სტატუსს ვის ექნება ამის უფლება განსაზღვრავს სემეკი. ეს არის კონკურენტული მიმწოდებელი, რომელმაც ელექტროენერგია შეიძლება იყიდოს მიმწოდებელს, რომელსაც აქვს რომელიც გადაწყვეტ მომხმარებელს, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა კონკურენტულ ბაზარზე ენერგიის ყიდვა და არ უნდა რეგულირებული ტარიფით ყიდვა, ან ამის ვალდებულება აქვს უბრალოდ, რადგან რეგულირებული ტარიფით უნივერსალის მეშვეობით მიწოდება მას არ ეკუთვნის და ასევე აქეთ ხარეს არიან ტრეიდერები, მათ შორის ტრეიდერები, რომელთაც საქართველოში ნაკიდი ენერგია გააყიდონ ქვეყნის გარეთ. ეს არის ბაზრის ახალი მოდელი ძირითადად და რასაც ეფუძნება უკვე ყოველი მომდევნო ნაბიჯი რეფორმის ფარგლებში. შემდეგი ახლა რაც შეეხება ბაზებს, როდის გაეშვება ეს ბაზრები, ბაზრის სეგმენტები. დღეს მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში არის თითადრე ბაზარი და საბალანსო ბაზარი 2020 წლის 1 ივლისიდან და უკვე მომდევნო წლის 21 წლის 1 ივლისიდან უკვე რეალური ბაზრები გაეშვება ფუნქციონირებაში, როგორც თითადრე, ასევე საბალანსო ბაზარი. და ამავე პერიოდიდან მოსალოდნელია კონცეფციიდან განსაზღვრულია, რომ საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ უნდა დაიწყოს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ოპერირება. რაც შეეხება აქტიურ ბაზარს, ბირჟის ერთ-ერთ სეგმენტს, მისი ოპერირება კონცეფციით განსაზღვრულია 2022 წლის 1 ივლისამდე. ანუ აქ არ არის დასახელებული საწესი თარიღი, უბრალოდ მაქსიმალური ვადაა მოცემული რა პერიოდში აქტიური ბაზარი უნდა იყოს გაშვებული. შემდეგი გიო.
ახლა რო შევხედოთ ბაზრებს და მათ მახასიათებლებს, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი ეს არის როგორც წესი გრძელვადიანი კონტრაქტების ბაზარი, 10 წლამდე კონტრაქტიც კი შეიძლება იყოს და ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად ვხედავთ გრძელვადიან კონტრაქტებს, თუ ეს არ არის PPA-ები. და ეს კონტრაქტი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური. ფინანსური ნიშნავს, რომ უბრალოდ ანგარიშის გაქვითვა ხდება ფასის იმის შეხედვით, რა ფასი იქნება ორგანიზებულ ბაზარზე. მოკლედ რო ვთქვათ, განსხვავება ფიზიკური და ფინანსური კონტრაქტის შორის არის, რომ ფიზიკური კონტრაქტის შემთხვევაში მე ვიღებ ვალდებულებას, ანუ ისმის მოვაკეთოთ და შეფერხება იყო თუ შეიძლება ბოლო 1 წუთი გაიმეორე რა. კი. უბრალოდ განსხვავება რო ვთქვათ რა არის ფიზიკურ კონტრაქტებს და ფინანსურ კონტრაქტებს შორის, მთავარი განსხვავება არის ის, რომ ფიზიკური კონტრაქტის შემთხვევაში მწარმოები, მყიდველი და გამყიდველი დებენ ხელშეკრულებას რაღაც რაოდენობის ენერგიის მიწოდებაზე, ფიზიკური ენერგიის მიწოდებაზე, ხოლო ფინანსური კონტრაქტის შემთხვევაში ეს კონტრაქტი არ ითვალისწინებს ენერგიის ფიზიკურად მიწოდებას, უბრალოდ საუბარია მათი ფასთა შორის ყვავის გაქვითვაზე. მაგალითად, კონტრაქტი შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი ელექტროენერგიას ყიდიან და ყიდულობენ მაგალითად დღითადრე ბაზარზე, თუ შეთანხმებული ფასი არის წარმოებელი მიიღებ 17 თეთრს და მომხმარებელი გადაიხდით 17 თეთრს, თუმცა სხვაობა 2 თეთრი მწარმოებლის მიერ დაუბრუნდება მომხმარებელს, რაც ნიშნავს, რომ მათ გარანტირებული აქვთ ფასის სტაბილურობა. ანუ ეს ხდება ფასის საფასო რისკის დაზღვევის მიზნით, ამ რისკის ჰეჯირებისთვის. უკვე საპირისპირო შემთხვევაში, როცა 15 თეთრზე ნაკლები დაჯდება ფასი, პირიქით უკვე მომხმარებელი უნაზღაურებს იმ დანაკლის მწარმოებელს, რომელიც ვერ მიიღო ბაზარზე ვაჭრობა. ამის შემდეგ უკვე ერთვება საქმეში დღითადრე ბაზარი, რაც გულისხმობს, რომ ვაჭრობა ხდება ფიზიკური მიწოდების წინა დღეს. დღითადრე ბაზარი გარდა იმისა, რომ არის ძირითადი ვაჭრობის ადგილი ბევრ ქვეყანაში და ბევრ მოდელში, ასევე აუცილებელია ორმხრივი ხელშეკრულების პირობებში, ვინაიდან წინასწარ ერთი წლით ადრე თუნდაც ერთი თვით ადრე ვერ დაგვეგმავ რა მოხმარება მექნება, რა წარმოება მექნება ერთი თვის ან ერთი წლის შემდეგ, ამიტომ წინა დღეს, როცა უკვე დაზუსტებული პროგნოზი მაქვს, რომ მოხმარების ან წარმოების უკვე შემიძლია ვივაჭრო დღითადრე და დღიურ ბაზარზე და ამით ჩემი პროგნოზი დავამტვიო მიუახლოვო მაქსიმალურად ფაქტობრივ მდგომარეობას. უკვე მას შემდეგ რაც დაიხურება დღითადრე ბაზარის საქმეში ერთვება დღიური ბაზარი, რომელიც ფიზიკურ მიწოდებამდე 1 საათით ადრე პერიოდამდე ფუნქციონირებს. და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ახლოს ვარ ფიზიკურ მიწოდებასთან, კიდევ უფრო ზუსტად შემიძლია გავაკეთო როგორც მოხმარების, ასევე წარმოების პროგნოზი და ამ ბაზარზე ვაჭრობის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ვამცირებ უბალანსობას. და საბოლოოდ არის საბალანსო და მომსახურებების ბაზარი, რომლის ოპერატორი როგორც ვთქვით არის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და ამ ბაზარზე ხდება ელექტროენერგიის ვაჭრობა, ანუ ამ ვაჭრობაში მხარე ყოველთვის ერთ-ერთი მხარე ყოველთვის არის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ამ ბაზრის სუბიექტებს თხოვს ან წარმოების გაზრდას, ან შემცირებას იმის მიხედვით სისტემა პროფიტშია თუ დეფიციტში. მიზანი ამის არის, რომ სისტემა იყოს დაბალანსებული. სისტემა როგორც ვთქვით, დაბალანსებული ყველა საათში ვერ იქნება, რაც არ უნდა დღიური დღითადრე ბაზარი არსებობდეს, ფაქტი და პროგნოზი ყოველთვის ზუსტად 100% ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. ამიტომ იმბალანსობა მოსალოდნელი და სისტემაში სულ იქნება, უბრალოდ მოლოდინი უნდა გქონდეს და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს უბალანსობა არ იყოს დიდი. და უკვე უბალანსობიდან გამომდინარე, ყველა მონაწილეს, ვინც გამოიწვევს და წაახალეს ეს უბალანსობა, დაეკისრება უბალანსობის საფასური. შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ კი? აი სწორედ ეს ადრეტიური და მოკლევადიანი ბაზრების ფუნქცია, რათა შეიძლება ნაკლები უბალანსობა გამოვიწვიოთ სისტემაში. რო შევხედოთ ახლა ამ ბაზრების ურთიერთკავშირს, პირობითად მარტივი მაგალითი შეიძლება ავიღოთ. დავუშვათ ეს არის მომავალი წლის მოთხოვნა, შეიძლება ვთქვათ რომ არის წარმოება, მაგრამ დავუშვათ ეს არის მოთხოვნა მეგავატ საათებში, რასაც ვეგმავ რომ ექნება მომავალ წელს 8760 საათისათვის. შემდეგი
და მაქვს ვარიანტები, ხო? შემიძლია ვივაჭრო ამ ხრივი ხელშეკრულებით, ან ყველაფერი გავყიდო ბირჟაზე, ანუ ეს ჩემი გადასაწყვეტია, მაგრამ ერთ-ერთი სცენარი განვიხილოთ, როგორ შეიძლება მოიქცეს ამ შემთხვევაში ეს მონაწილე. იმ წერტილში, სადაც ჩემი მოთხოვნა წლის განმავლობაში მოსალოდნელი მოთხოვნა არის მინიმალური, ამ პერიოდში შეიძლება შევიძინოთ საბაზისო სიმძლავრე, საბაზისო ენერგია, რომელიც ვიცი რომ აუცილებლად დამჭირდება. ეს შეიძლება ვიყიდო მაგალითად ყოველწლიური პროდუქტი. შემდეგი, იგივე პრინციპით შეიძლება გადავიდე კვარტალურ პროდუქტებზე, ანუ კვარტალის მინიმუმების მიხედვით შევიძინო კვარტალური პროდუქტი. უბრალოდ ერთი ფაქტი შეიძლება აღვნიშნოთ, რომ როცა ვამბობ პროდუქტს, ამ შემთხვევაში გულისხმობთ კილოვატ-საათი ენერგიას ყველა საათში. მაგალითად, თუ მაქვს ყოველწლიური კონტრაქტი 50 მეგავატ-საათი, ეს ნიშნავს, რომ ყოველი წლის, ანუ 8760 ანუ წლის ყოველი საათისათვის 8760 საათისათვის მე ვყიდულობ თითოეულ საათში 50 მეგავატ-საათი. კვარტალის შემდეგ უკვე იგივე შეიძლება გადავიდეთ ყოველთვიურ პროდუქტებზე, ანუ რაღაც თვის პროდუქტები შეიძლება ვიყიდო ისე რომ მაქსიმალურად დავაკმაყოფილო ჩემი თვიური პროდუქტები. უაცრავად ირაკლი შემოთავაზება მაქვს. იქნებ კამერა გათიშოთ, რომ თქვენი ხმა არ წყდებოდეს. მაგას მიაქვს საკმაოდ ტრაფიკი, მადლობა. ეხლა წყდება ისევ ხმა თუ ისმის სამყარო. ეხლა უფრო სტაბილურად არის. რაც შეეხება ხო, ანუ ყოველთვიური პროდუქტები თუ უკვე შევივსებ, კიდევ უფრო მეტად ოფრინგ ხელშეკრულებებით, ბაზრის მეშვეობით საკუთრემს მოთხოვნას და უკვე რაც დარჩება, ის შეიძლება ვივაჭროთ ერთადრე და დღიურ ბაზრებზე. შემდეგ იგივე ეს ლურჯი ნაწილი, რასაც ხედავთ, არის კომპონენტები, ასე ვთქვათ, ცვალებადობა, საათის შიგნით ვარიაციები, რაც შეიძლება ვივაჭროთ ერთადრე და დღიურ ბაზარზე. ოფრინგ ხელშეკრულებებზე გარდა თვიურის ასევე შეიძლება იყოს მაგალითად ყოველკვირეული შაბათ-კვირის პროდუქტები, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროდუქტი შეიძლება ვიყიდო ოფრინგ ხელშეკრულებით. თუმცა ეს დამოკიდებულია რამდენად იქნება ელექტროენერგია შესყიდული ოფრინგ ხელშეკრულებებზე და ბირჟაზე, რა პროდუქტები არის ხელმისაწვდომი. თუ მაგალითად ყოველკვირეული პროდუქტებიც არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ გამოდის მხოლოდ წლიური და კვარტალური უნდა შევიძინო. გადავიდეთ შემდეგზე, უკვე გადავალთ დღითადრე და დღიურ ბაზარზე. ეს არის ორგანიზებული ბაზრის სეგმენტი, სადაც ვაჭრობა ხდება პლატფორმაზე, მომხმარებელთა განაცხადების საფუძველზე და ეს არის ადგილი, სადაც ფასი ყალიბდება გამჭვირვალედ, მოთხოვნის და მიწოდების თანაფარდობით. ბაზარზე ყალიბდება ეგრეთ წოდებული რეფერენს პრაის, ანუ საბაზრო ფასის, საორიენტაციო ფასი, რომელიც გამოიყენება როგორც ესე სხვა ბაზრების მიერ, სხვა ხელშეკრულებების მიერ, როგორც ასე ვთქვათ, საორიენტაციო და მის მიხედვით ხდება ახალი ხელშეკრულებების და მოლოდინების გაჩენა. ეს ბაზარი აძლევს წარმოებელს და მომხმარებელს საშუალებას ბაზარზე შევიდნენ გრძელვადიანი ხელშეკრულებების გარეშე, ანუ შეიძლება სრულად ივაჭრონ დღითადრე და დღიურ ბაზარზე და მათი ფასის რისკი დააზღვიონ უკვე ფინანსური კონტრაქტებით. პორტფელების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა, ბაზარზე ივაჭრება სტანდარტული პროდუქტები, ანუ ეს არ არის რომ მე განსაზღვრავ როგორი პროდუქტი ვიყიდო, არა სტანდარტული პროდუქტები ივაჭრება ბაზარზე და ბაზრის წესებში არის მოცემული რა პროდუქტები ივაჭრება დღითადრე და დღიურ ბაზარზე და განსხვავება ერთი მთავარი ორმხრივი ხელშეკრულებებისგან, სადაც ვაჭრობის მხარი არიან მყიდველი და გამყიდველი, ამ შემთხვევაში ყველა ვაჭრობის მხარე არის ბაზრის ოპერატორი. მაგალითად, ენერგეტიკული ბირჟა შეიძენს ბირჟაზე გაყიდულ ყველა ენერგიას, ფინანსურად პასუხისმგებელია ანგარიშტორებაზე და ასევე ის არის ყველა ბირჟაზე გაყიდული ყველა ენერგიის გამყიდული და ფინანსურად პასუხისმგებელი ასევე ამ ნაწილში. შემდეგი ირაკლი, მე მგონი რაღაცა იმაზე მივედით ხო ეტაპზე და ხო არ იქნებოდა კარგი რომ რამდენიმე ესეთი დასაზუსტებელი სიტყვა შეკითხვა დავასმევინოთ ჩვენ მსმენელებს რომ ყველამ ასე თუ ისე წარმოიდგინოს კიდე ერთხელ რაზეა ლაპარაკი, ანუ როგორ იმუშავებს, რატო იმუშავებს, ესე დაახლოებითი ის რომ უფრო კარგად გავიგოთ.
მოდი ერთი ან ორი შეკითხვა იქნება მივიღოთ ესეთ იმაზე. ერთი დავით გებუაძის ღრმა პროფესიული შეკითხვა არის ახლა აქ მე რასაც ხვდები და შეიძლება ეს ბოლოსკენ მოვიტოვოთ უფრო და ეხლა უფრო იმ ხალხს ვინც პირველად გებულობს ამ ბირჟის მუშაობის შესახებ თუ გექნებათ რამდენიმე შეკითხვა ან შეიძლება კიდევაც პირდაპირ ჩაერთონ და იკითხონ. ოღონ მოკლედ. კი, ესაჯობია ჩართვით. ხო. რაღაცა ვერ ვხედავ. გამარჯობა, თუ შეიძლება რომ კითხვა დავსვა. კი ბატონო. მაინტერესებს მოულოდნელი წარმოადგენთ თქვენი თავი თუ შეიძლება? მე ვარ ხატია შავერდაშვილი, მასარიკის უნივერსიტეტის ენერგოპოლიტიკის მაგისტრატურის სტუდენტი. მაინტერესებს თუ მოულოდნელი უბალანსობის შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე ვალდებულება დროის თვალსაზრისით რომ ოპერატორმა უნდა მოაგვაროს ამ უბალანსობის შევსება რა გარკვეული დრო მაგალითად თუ მაგალითად ბოლოს სათბურს დაემართა რაღაცა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და მოულოდნელად შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება ოპერატორისთვის თუ აქვს ოპერატორს რაიმე ვალდებულება რომ ეს დანაკარგი უნდა შეავსოს რაღაც გარკვეულ კონკრეტულ მონაკვეთში მაგალითად 1 საათში 15 წუთში კი ბატონო გასაგებია საბალანსო ბაზართან დაკავშირებული კითხვა ეს ვალდებულება რა თქმა უნდა არა ბაზრის ოპერატორს ეს არის გადამცემი სისტემის ოპერატორს აქვს ანუ საბალანსო ბაზრის პროდუქტების გამოყენებით აი მაგალითი ვთქვათ რომ დაუშვათ ყველა მიყვება მის გრაფიკს და მხოლოდ ბოსადგური ერთ-ერთი ბოსადგური გაითიშა მოულოდნელად ავარიულად გაითიშა ამ შემთხვევაში რადგან სისტემაში შენარჩუნებული იყოს ვთქვათ ბალანსი სიხშირე ამ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი მაგალითად მისი ბაზრის მონაწილეს, ანუ საბალანსო ბაზრის მონაწილეს თხოვს შემცირებული სიმძლავრის შესაბამისი რაოდენობის გენერაციის გასვლას, მაგალითად, თუ ენგური არის ასეთი პროდუქტის შემთავაზებელი, რომელიც საბალანსო ბაზარზე ყიდის მის სიმძლავრეს და ენერგიას, თუ 20 მეგავატი სადგური, რომლის სიმძლავრე იყო 20 მეგავატი მოულოდნელად გაჩერდა, სისტემის ოპერატორი მოსთხოვს მაგალითად ენგურს 20 მეგავატით გაზარდოს მისი სიმძლავრე, ეგრეთ წოდებული up regulation-ი ეს ფუნქციაში up regulation-ი გააკეთოს სისტემაში და ამით სისტემას დააბალანსებს. თუმცა უკვე როცა მიდგება საქმე ანგარიშტორებაზე, რადგან ენგურჰესმა აწარმოა ენერგია სისტემის ოპერატორის მოთხოვნით, ეს რა თქმა უნდა იყო ხარჯი. ამ ხარჯის ანაზღაურებას საბალანსო ბაზრის ოპერატორი უკვე მოსთხოვს იმ ელექტროსადგურს, რომელმაც უბალანსობა გამოიწვია, ანუ რომელიც მოულოდნელად გაჩერდა. ანუ სისტემის ოპერატორს თუ რაიმე უბალანსობა სისტემაში იგივე მომხმარების ან წარმოების მხრიდან მისი გამოსწორების ვალდებულება გააჩნიათ. იმავე შემთხვევაში რა თქმა უნდა მთელი ეს სისტემა ჩამოიშლება, ეს რომ ესე არ იყოს. ბატონო, თქვენ კითხვას თუ კიდევ არის რაიმე დასაზუსტებელი? კი, მაგრამ კონკრეტულად რაც მაინტერესებდა ის, ანუ რამდენ ხანში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაგალითად მე როგორც ვიცი ევროპის ქვეყნებში რაღაც გარკვეული 15 წუთიდან 30 წუთამდე არის ვადა, როდესაც ეს ბლეკაუთი ეგრეთ წოდებული უნდა მოგვარდეს. და მე მაინტერესებს თუ არის ესეთი ბოდიში მე მგონი სხვადასხვა რაღაცებზე ლაპარაკობთ. ბლეკაუთი ალბათ უფრო კომერციულ ბალანსობას და შეუსრულებლობას ხელშეკრულებებისა, თორე ის რომ ქსელში მიწოდება და მოხმარება უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი, ეს ირაკლი გამისწორებს თუ ესე არ არის, ეს რა თქმა უნდა იყოს დაცული ყოველთვის. აღდგენა და ჩაქრობა სისტემისა და მისი შემდგომი აღდგენა ეს სულ სხვა პრობლემაა. კიდე ერთი შეკითხვა დავსვა. შეიძლება ერთი კითხვა დავსვა? კითხვას ხო, ირაკლი უპასუხებს. ანუ რა თქმა უნდა ეს დაბალანსება ხდება წამიერად. სხვადასხვა პროდუქტები აქვს სისტემის საბალანსო ბაზრის ოპერატორს, სისტემის ოპერატორს. ანუ ეს არის სადგური, რომელსაც 15 რაღაც რამდენიმე წამში, 15 წამში შეუძლია
ასე ვთქვათ, რეაგირება მოახდინოს რამდენად 15 წუთში, 8 საათში, იმის მიხედვით რამდენად შორს რამდენად გრძელია ეს ჩავარდნა. იგივე არსებობს მეზობელი სისტემებთან კავშირი, თუ მაგალითად რომელიმე სადგური გაითიშა მყისიერად, წამიერად, შესაბამისი სიმძლავრე შემოვა მეზობელი ქვეყნიდან. ანუ ეს დაბალანსება ხდება წამიერად და ჩვენ არ ველოდებით 15-20 წუთი, ანუ რესურსი, რომელიც აქვს სისტემის ოპერატორს, რომელიც რა თქმა უნდა კონდეს, არის მყისიერი. დიახ, ზუსტად ეს მაინტერესებდა. იცით, გამარჯობათ. შეიძლება კითხოს. წარმოადგენთ თქვენ თავ. გამარჯობათ, მე ვარ ლევან ბოსტიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი და ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ენერგეტიკის და გრადი განვითარების ფაკულტეტზე. რა, ესეთი კითხვა მაქვს, ანუ რამდენად არის საქართველოს ენერგეტიკული სისტემისთვის ეს ხელსაყრელი, რადგან ჩვენთან მაბალანსირებელი სადგურები ჭირს, ნუ რომ თქვა ერთადერთი მაბალანსირებელი სადგური ენგუჰესი არის და რამდენად იქნება ეს საქართველოს სახელმწიფოსთვის მომგებიანი პოზიცია, იქიდან გამომდინარე, თუნდაც რესურსი რო არ ქონდეს ენგუჰეს, მოუწევს ან ელექტროსადგურების ჩართვა, ან მეზობელი სისტემიდან შემოტანა და რამდენად შეიძლება ამან ზარალი მიაყენოს სახელმწიფოს. იქიდან გამომდინარე, მე როგორც ვიცი, სისტემა ვალდებული არის, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ელექტროენერგია იმ ტარიფში, რა ტარიფშიც მოახდინა წინადღეს შესყიდვა. მე მგონი სწორად აქვს უკითხვა და მადლობა. მოდი ამ კითხვას ბოლოს ხო დისკუსიის რეჟიმში ან რაღაც მალე გავიდეთ ბოლოში პრეზენტაციის, თუ რამე დასაზუსტებელია პრეზენტაციის მიმდინარეობისას, რაიმე მცირე საკითხები, ესეთ კითხვები დავსვათ. ამ კითხვაზე რა თქმა უნდა გიპასუხებთ უბრალოდ ბოლო დისკუსიის ნაწილში. კარგით. ვარ გავაგრძელოთ. კარგი, ირაკლი, ჯობია გავაგრძელოთ და კი. რაც შეეხება დღიურ ბაზარს, ეს არის ბაზარი, რომლის ოპერირებას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა. პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის Nord Pool-ის პლატფორმა, პირველი ბირჟა ევროპაში. რუკაზე მოცემულია ის ქვეყნები, სადაც Nord Pool-ის პლატფორმის მეშვეობით ხდება ელექტროენერგიის ვაჭრობა თითქმის და დღიურ ბაზარზე, ეს არის ევროპის 15 ქვეყანა. და ასევე Nord Pool-ის პლატფორმის მეშვეობით, ასე ვთქვათ, სერვის მომსახურე ბაზრები, ეს არის ხორვატია, ბულგარეთი, ასევე მიემატება საქართველოს, სადაც Nord Pool-თან არ არის ოპერატორი, თუმცა ვაჭრობა ხდება Nord Pool-ის პლატფორმის გამოყენებით. ან მწვანე ფერით რაც არის მონიშნული რუკაზე, ეს არის ის ქვეყნები, სადაც უბრალოდ პლატფორმის გამოყენება ხდება Nord Pool-ის, მაგრამ ოპერატორი არ არის Nord Pool-ი. ხო ქვეყნებში Nord Pool-ი არის თავად ბაზრის ოპერატორი. შემდეგი ეს პროდუქტი ერთ-ერთი ეკრანის სურათია, რომელიც არის ვაჭრობაზე, ან როგორ ხდება განაცხადების განთავსება, მარტივად რო შევხედოთ. მე თუ მინდა ელექტროენერგიის გაყიდვა, მომდევნო დღისათვის, მომდევნო დღის ყოველი საათისათვის უნდა მივუთითო რამდენი ყიდი და რა ფასად. შემიძლია მივუთითო 200 განსხვავებული ფასი, შესაბამისად 200 განსხვავებული რაოდენობა ყიდვის ან გაყიდვის. ანუ ერთი მარტივი ცხრილის შევსებით მე ვაკეთებ განაცხადს ელექტროენერგიის ყიდვაზე ან ელექტროენერგიის გაყიდვაზე. შემდეგი უკვე ვაჭრობის გადავიდეთ დღითადრე ბაზარზე, როგორ ხდება ფასტარმოქმედი დღითადრე ბაზარზე, მაგრამ მანამდე ალბათ შევხედოთ ჯობია ვაჭრობის კალენდარს. დღითადრე ბაზარზე განაცხადების მიღება იწყება ფიზიკური მიწოდების პერიოდამდე 2 კვირით ადრე, ხოლო აუქციონი ტარდება ფიზიკური მიწოდების წინადღეს ცენტრალური ევროპული დროით 12 საათზე. ცენტრალური დრო არის გამოყენებული ბაზრის ტესტებში, როგორც დღითადრე დღიური ბაზრის, ასევე საბალანსო ბაზრის ტესტებში. ნუ ქართულ დროზე ეს არის ზაფხულის დროზე 2 საათი, ზამთრის დროზე 3 საათი. და უკვე შემდეგ ცენტრალური ევროპული დროით ისევ 13 საათზე მონაწილეებს ეცნობათ ვაჭრობის შედეგები. ანუ რა ფასი დაიწყო ბაზარზე, ვინ გაყიდა, რამდენი გაყიდა, ვინ იყიდა, რამდენი იყიდა. გადავიდეთ შემდეგზე. ფასტარი უქმნა ხდება მოთხოვნა მიწოდების მრუდების გადაკვეთის წერტილში და როგორ აიგება ეს მრუდები. განაცხადებს წარმოებლები აკეთებენ მათი ხარჯებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ქარისაგროს რომელსაც ასეთი ხარჯი აქვს ყველაზე ნაკლები, ყველაზე იაფად შესთავაზებს სავარაუდოდ ელექტროენერგიას ბაზარს. შემდეგი ამის შემდეგ შეიძლება მოდიოდეს ჰიდროელექტროსადგური, რომელიც გამდინარე წყალზე მუშაობს. ამის შემდეგ შეიძლება იყოს ჰიდროელექტროსადგური, რომელიც რომელსაც აქვს რეზერვუარიანი. ამის შემდეგ შეიძლება მოდიოდნენ თბოსადგურები, სხვადასხვა თბოსადგური და ეს ყოველივე ამ
განაცხადების შესაბამისად ყალიბდება მიწოდების მრუდი, რომელსაც როგორც წესი აქვს ციფრი ფორმა. ანალოგიურად აიგება მოთხოვნის მრუდი, სადაც შეთავაზებები შეიძლება იყოს მაგალითად იყოს ამ მრუდზე, თუმცა ეს არის ძირითადად რასაც ვხედავთ ხოლმე ლიტერატურაში, რასაც ვაკვირდებით რეალობაში და ამ მრუდების გადაკვეთის წერტილი არის სწორედ საბაზრო ფასი. შემდეგი გიორგი. დავუშვათ ეს არის მრუდი 4 საათზე, 4 საათზე ფასი ჩამოყალიბდება, სადაც მოთხოვნის და მიწოდების მრუდები გადაიკეთება. როგორც გაფიცებ დიღომში რა. და გაი. თხოვნა მიკროფონები გამოვწოთ ყველა. 4 საათი ეს არის ეს არაპიკური პერიოდი, როდესაც მოთხოვნა დიდი არ არის და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება ის სადგურები, რომლებიც ბაზარს ენერგიას იაფად თავაზობენ. შესაბამისად, არაპიკურ პერიოდში, სადაც მოთხოვნა დაბალია, ფასი არის შედარებით დაბალი. ეს ყალიბდება იმ წერტილში, რომელიც მონიშნულია. შემდეგი გიორგი. და ერთი რაღაც რას უნდა გავითვალისწინოთ, ეს ფასი არის, რასაც მიიღებს ყველა მყიდველი და ყველა გამყიდველი, ვის ელექტროენერგიის ვაჭრობაც მოხდა ბაზარზე. მე ბაზარს შეიძლება ვთავაზობდე მაგალითად ელექტროენერგიას 3 თეთრად, საბაზრო ფასი თუ ჩამოყალიბდა 5 თეთრი, მეც მივიღებ 5 თეთრს. ანალოგიურად მომხმარებლის შემთხვევაში, თუ ვაკეთებ განაცხადს, რომ მზად ვარ ელექტროენერგია შევიძინო 7 თეთრად, მაგრამ საბაზრო ფასი დაჭდა 3 თეთრი, მე მასში გადავიხდით მხოლოდ 3 თეთრს. უკვე მაგალითად დილით 8 საათზე, უკან დავბრუნდეთ ერთი დილის 8 საათზე, მაგალითად როდესაც მოთხოვნა არის შედარებით უფრო მაღალი, გაიღვიძა მომხმარებელმა, უკვე არ არის საკმარისი მხოლოდ ქარის და გამდინარე წყალზე მომუშავე ელექტროსადგურების წარმოება, უკვე საჭირო არის ეს ჩაერთოს რეზერვუარული სადგური, რომელიც უფრო მაღალ ფასად თავაზობს ელექტროენერგიას და სწორედ ის იქნება ფასის განსაზღვრელი ყველა სადგურისათვის. უკვე პიკურ პერიოდზე თუ გადავალთ, მაგალითად 21 საათი, რომელიც როგორც წესი არის ხოლმე პიკი, ამ პიკში არის ფასი ყველაზე მაღალი და უკვე საჭიროა ყველაზე ძვირიანი ენერგიის წყაროს. შეიძლება რა თქმა უნდა ამისევითაც იყოს ყველაზე ძვირიანი, მაგრამ ჩვენ მაგალითში ყველაზე ძვირიანი ენერგიის წყაროს გააქტიურება და უკვე ის განსაზღვრავს ფასს ყველა მყიდველისთვის და ყველა გამყიდველისთვის. შემდეგი და ეკონომიკური თეორიიდან ალბათ გაგვიგია თუ ვინმეს გვისწავლია, რომ ზედა ნაწილი მოთხოვნის მრუდს და ფასს შორის იასამნისფერი ფართობი, ეს არის მომხმარებლის ნამეტი, მომხმარებლის სარგებელი, როგორც უნდა ვუწოდოთ. და ხოლო უკვე ქვევით მიწოდების მრუდ და მოთხოვნის წერტილამდე ფართობი არის უკვე წარმოებლის ნამეტი. ეს არის ის ფართობი, რომელიც აღნიშნავს რამდენად მეტის გადამხდელი ვიყავი და რამდენად მივიღე, რამდენად იაფად შემეძლო გამეყიდა და რამდენი მივიღე რეალურად ფასი. შემდეგი უკვე რეალობაში რო დავაკვირდეთ ეს მაგალითად, მაგრამ უკვე შევხედოთ რეალობა. რა არის? ეს არის ხორვატიის მაგალითი, კროპექსი, ეს არის ხორვატიის ბაზრის ოპერატორი. სადაც რომელიც ვაჭრობა ხდება ნორდ-პულის პლატფორმის გამოყენებით და მაგალითად აქ აღებული მაქვს 9 ოქტომბრის მონაცემები, ლინკი მოცემული აქვს ვიდმული, სადაც შეგიძლიათ მიყვეთ და დააკვირდეთ ხორვატიაში მიმდინარე ფასებს და აქ ხედავთ როგორ გამოიყურება მოთხოვნის და მიწოდების მრუდი. და ხედავთ ფასი სადღაც ჩამოყალიბდა 50-60 ევრო მეგავატ-საათი პირობით. უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს ესეთი რა. აი აქ არის სუფთა ესეთი გრაფიკის ახსნის თვალსაზრისით კითხვა მაქვს. ნახეთ როგორ რაღაც არის. აქ არის მოცულობა 0, ანუ საერთოდ როდესაც არ არის მოთხოვნა. ერთი ეგეთი შემთხვევა არსებობს და რატო არის ასეთი შემთხვევებისთვის ფასები დაფიქსირებული? და შემდეგ ან როგორ ფორმირდება ეს ცოტა დეტალურად რო გითხრათ შეიძლება? აი ეს ფას, ანუ აი როგორ იწყება თქვა ნულოვანი წერტილიდან მაგალითად აი სისტემას აქვს ტექნიკური ზღვრები, ანუ მაქსიმალური ფასი და მინიმალური ფასი, რის ფარგლებში შეიძლება დავდოთ განაცხადი. მაქსიმალური და მინიმალური ფასი. ვინ ადგენს ამას უკაცრავად და ცვალებადი არის თუ არა ეს? ამას ადგენს სისტემის ოპერატორი, როგორც პერიოდი ცვალებადი ხშირად არ არის. ეს არის ფასი საკმაოდ მაღალი, ჩვენი ბაზრის შემთხვევაში ეს არის ზედა ზღვარი ფასი ჯერ დაფიქსირებული არ არის ბაზრის წესების მიხედვით, უნდა წარუდგინოთ კომისიას და შემდგომ დაფიქსირდება ეს ზღვრები, მაგრამ ეს ზღვარი არ ართმევს მონაწილეს საშუალებას დადოს მისთვის დასრულებული განაცხადი, ანუ ეს ზღვარი არ არის იმისთვის, რომ ვიღაცას აუკრძალოთ რაღაც გონებრივ ფასად ენერგიის გაყიდვა. მაგალითად ეს არ არის 15 თეთრი და 17 თეთრი, ეს არის საკმაოდ მაღალი ზღვარი.
ამ მაგალითს რო შევხედოთ, წითელი იმრუდი, რაც არის მოთხოვნის მრუდი, აქედან რაცაც ხედავთ ხორვატიაში, მაგრამ 1500 ევროა როგორც ჩანს დედაზღვარი. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი არ არის მზად გადაიხადოს 500 ევროზე მეტი 1 მეგავატ-საათზე და როგორც კი ფასი რაც ასახულია კიდეც მრუდზე და სანამ ფასი არ ჩამოწდება 500 ევროს მეგავატ-საათზე, ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის 0. როგორც კი ფასი ხდება 500 მეგავატ-საათი, ჩნდება პირველი მყიდველი. როგორც ფასი ჩამოწდება 500 ევროს მეგავატ-საათზე, ახალი მყიდველები ემატებიან და ასე შემდეგ. როგორც კი ფასი მიდის მინიმუმში, უარყოფით ზონაში, რაც ნიშნავს, რომ იმისთვის, რომ ენერგია მოვიხმარო, აქეთ გადამიხდიან ფულს, ეს არის სწორედ უარყოფით ფასი, აქაც უკვე ამ დონეზე უკვე ფიქსირდება მაქსიმალური მოთხოვნა. აი -500 არის, -500 евро მეგავატ-საათი არის მაქსიმალური მოთხოვნა, -1500 არის მინიმალური მოთხოვნა. რაც ასევე უდრის -500 მოთხოვნას, იმიტომ რომ 500-დან 1500-მდე მყიდველი ბაზარზე რეალურად არ არის. ანალოგიური პრინციპით ხდება უკვე ელექტროსადგურების შემთხვევაში, აქაც არის დაფიქსირებული მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები, მაგალითად, როგორც ჩანს ხორვატიაში არის მწარმოებელი, რომელიც მზად არის -500 ევროდ მეგავატ-საათად გაყიდოს ენერგია, რაც ნიშნავს, რომ 1 მეგავატ-საათში 1 მეგავატ-საათის გაყიდვისთვის გადაიხდის 500 ევროს. ეს არ უნდა გავიგოთ, რომ ეს რეალურად მისი სრული შეიძლება იყოს, შეიძლება ვთქვათ, რომ მას უბრალოდ უნდა ბაზარზე მოხვედრა და მზად არის მიიღოს ნებისმიერი საბაზრო ფასი, რაც იქნება მთავარი, იგი ბაზარზე მოხვდეს. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს რაღაც ატომური სადგურის მაგალითად, რომელიც რა თქმა უნდა ვერ გამოირთვება და ის მზად არის ნებისმიერ ფასად გაყიდოს ელექტროენერგია. და შესაბამისად, როგორც კი ფასი იმატებს, ახალი მწარმოებლები ემატებიან ბაზარს, რომლებიც უფრო მზად არიან, უფრო ძვირად, უფრო მეტი ელექტროენერგია გაყიდონ. კიდევ ხო არის საჭირო ამის დაზუსტება? შემდეგი რაც შეეხება უკვე იგივე დღეს რო შევხედოთ არაპიკურ საათს, პირველიდან 2 საათამდე, აქ ხედავთ, რომ უკვე ფასი უარყოფითიც კი დაჯდა. მოთხოვნა არის შედარებით ნაკლები და უკვე უფრო იაფიანი სადგურები არის საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ანუ ხორვატიაშიც დადგა ფაქტი, რომ ფასი გამოვიდა უარყოფით. ეგრედაც შეხვიდეთ საიტზე, გადაამოწმოთ ფასები, ნახოთ როგორი მრუდები აქვს, როგორი ფორმა აქვს ამ მრუდებს სხვადასხვა საათში, სხვადასხვა დღეებში. რაღაც ნაწილი შეიძლება საინტერესო იყოს, რომ დავაკვირდეთ მაგალითად დასვენებებზე როგორ განსხვავდება და ასე შემდეგ. 500 евро მეგავატ-საათზე ეს არის უფრო ჩვენთვის ჩვეულ იმაში 50 ევროცენტი კილოვატ-საათზე, ხო? ბატონო, 10-ზე უნდა გავყოთ 50 ევროცენტი კილოვატ-საათზე. შემდეგი კიო? ორიენტაციად. დღითადრე ბაზრის დახურის შემდეგ უკვე ვიწყება აქტიური ბაზარი, სადაც ვაჭრობა ხდება ფიზიკურ მიწოდებამდე 1 საათით ადრე. ფასტარმოფნის პრინციპი არის განსხვავებული აქტიურ ბაზარზე, თუ დღითადრე ბაზარზე ეს იყო ერთი ფასი ყველა მონაწილისთვის, აქტიურ ბაზარზე ეს არ არის და ყველა ტრანზაქციის შემთხვევაში განსხვავებული ფასი დგინდება. შემდეგი უბრალოდ ნახოთ როგორ დგინდება ეს ფასები, ისეთად მარტივ საილუსტრაციო მაგალითზე. პირობითად 29 ივნისის მაგალითით 15-16 საათის პერიოდისთვის ხდება ვაჭრობა. შემდეგი მაგალითად ყიდვის განაცხადი 55 მეგავატ-საათი 40 ლარად. შემდეგი გაჩნდა სისტემაში ახალი განაცხადი. გაყიდვის განაცხადები მინუსით აღინიშნება სისტემაში, ყიდვის პლუსით. გაჩნდა ახალი გაყიდვის განაცხადი 65 მეგავატი 47 ლარად პირობითად. რადგან ყიდიან 47 ლარად, მყიდველი მზად არის გადაიხადოს მხოლოდ 40 ლარი, ეს ტრანზაქცია, ასე ვთქვათ, არ შესრულდება, ასე ვთქვათ, დაწყვილება ამ განაცხადების არ მოხდება, რადგან ფასები არ შეუსაბამო. ახალი ყიდვის განაცხადი გაჩნდა პირობითად დაუშვათ, რომელიც არის 15 მეგავატ-საათი 53 ლარად, 1 მეგავატ-საათი, ამ შემთხვევაში ვერ მოხდება დაწყვილება, ვინაიდან გამყიდველი მხოლოდ 47 ლარად არის მზად გაყიდოს მისი ენერგია. შემდეგი უკვე გაჩნდა ახალი გაყიდვის განაცხადი, რომელიც ამბობს, რომ მზად არის გაყიდოს 150 მეგავატ-საათი 45 ლარად. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, არ მოხდება დაწყვილება, იმიტომ რომ 50 ამბობს, რომ გაყიდის რომელიც იყიდის 90 მეგავატ-საათს 60 ლარად,
ამ შემთხვევაში უკვე მას აკმაყოფილებს ორივე გაყიდვის განაცხადი, იმიტომ რომ 45 ლარადაც და 57 ლარადაც გამყიდველები ორივემ შეიძლება მიყიდოს, თუმცა ამ შემთხვევაში შეირჩევა ამ მყიდველისთვის საუკეთესო განაცხადი, რა თქმა უნდა ის მწარმოებელი, რომელიც ყველაზე იაფად ყიდის მონაწილეებზე ელექტროენერგიას, რომელსაც ყველაზე იაფად თავაზობს. ეს არის მონაწილე, რომელიც ენერგიას ყიდის 45 ლარად, შემდეგ იგივე. ამ შემთხვევაში ეს განაცხადები დაწყვილდება და ნავაჭრი ენერგია ირაკლი გაითიშა ხმა. ისმის თუ გაითიშულია ისევ. ცოტა ხანი გათიშული იყო. ანუ განაცხადი უკვე ეს განაცხადები დაწყვილდა და ნავაჭრი ენერგია არის 90 მეგავატ-საათი, რომელიც შეეძინა ყიდველმა და მასში გადაიხადა 45 ეს ყველა განაცხადები რომელ საათზე მოხდა? ეს არის განგრძობითი ვაჭრობა ბაზრის გახსნის შემდგომ უკვე ფიზიკური მიწოდების პერიოდის დადგომამდე 1 საათით ადრე მუდმივად ხდება განაცხადების განთავსება. აი როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ რომ ანუ 14 საათამდე ხდება ეგ ამბავი. 15-დან 16 საათისთვის. 14 საათამდე. და როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ რომ განაცხადები ემატება, წყვილდება, რაღაცები გადადის ნავაჭრ რაოდენობაში. ზუსტად ანალოგიურად სისტემაში ვხედავთ როგორ ემატება და ქრება განაცხადები. რა თქმა უნდა სახელობით არა. შემდეგ იგივე ეს განაცხადი დაწყვილდა და 150-ის ნაცვლად უკვე 60 დარჩა გასაყიდე. უკვე შემოდის ახალი გაყიდვის განაცხადი, რომელიც მზად არის გაყიდოს 10 მეგავატ-საათი 30 ლარად და უკვე ამ შემთხვევაში მას დაუწყვილდება მისთვის საუკეთესო არსებული შეთავაზება ბაზარზე. რა თქმა უნდა, ეს არის ის მომხმარებელი, რომელიც მზად არის ყველაზე მეტი გადაიხადოს ენერგიაში. ეს არის მომხმარებელი, რომელიც იხდის 53 ლარს 1 მეგავატ-საათში და ნავაჭრი ენერგია არის 10 მეგავატ-საათი. და აქაც ფასი ჩამოყალიბდა 43 ლარი. ნუ ვხედავთ განსხვავებას, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს ორი განსხვავებული ფასი, ანუ ყველა ტრანზაქციას აქვს განსხვავებული ფასები, განსხვავებით კითადრე ბაზრისგან, სადაც ერთი ფასი ყალიბდება ყველა მწარმოებლისათვის, ყველა მონაწილისათვის. შემდეგი რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშტორებას, როგორც ვთქვით, ბირჟის ოპერატორი არის ყველა ტრანზაქციაზე ფინანსურად ვალდებული, ფინანსურ შესრულებაზე ვალდებული. რაც ნიშნავს, რომ თუ ბირჟაზე გაიყიდა ენერგია, ბირჟის ოპერატორმა უნდა გადაუხადოს გამყიდველს ენერგიას, ხოლო თუ ბირჟაზე იყიდა ვინმე ენერგია, ყიდველს მან უნდა მოსთხოვოს ენერგიის სამსაფასურის ანაზღაურება. ამისთვის ოპერატორს სჭირდება გარანტიები, იმიტომ რომ არ მოხდეს ისე რომ არ იყოს საკმარისი თანხა ანაზღაურებისთვის და ერთ-ერთი პირობა ბირჟაზე ვაჭრობისთვის არის მონაწილეების მიერ წარმოსადგენი გარანტია. შემდეგი უკვე გავაგზავნოთ მივყვეთ ჩვენ რეფორმას, კონცეფციაზე და ბაზრებზე ვისაუბრეთ, შემდეგ იგივე უკვე შემდეგ 2020 წლის 28 მაისს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა მიიღო დღითადრი და დღიური ბაზრების ლიცენზია და გახდა ლიცენზირებული ოპერატორი. ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გახდა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი. შემდეგი უკვე შემდეგ ბაზრის ოპერატორის ლიცენზიის მიღებიდან მალევე უკვე წარმოადგინეთ ბაზრის წესები კომისიაში დასამტკიცებლად, საკმაოდ ინტენსიური განხილვები მიმდინარეობდა და უკვე 11 აგვისტოს დამტკიცდა ბაზრის წესები, რომლებიც ჩამოთვლილია რას მოიცავს, ამაზე არ შევჩერდები, უბრალოდ მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რომელიც საჭიროა დღითადრე და დღიური ბაზარზე ვაჭრობისათვის. მათ შორის მრუდის აგების ფასის წარმოქმნის და სხვა ყველა საჭირო ინფორმაციას და წესს. შემდეგი 1 ივლისიდან დაიწყო სატესტო რეჟიმი, როგორც ეს იყო გათვალისწინებული ბაზრის კონცეფციიდან და აქედან გავყვები რას ვაკეთებთ დღითადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის სატესტო რეჟიმში. 1 ივლისიდან ჩვენ დავიწყეთ მონაწილეების რეგისტრაცია. ქონდა ჩვეულებრივი სარეგისტრაციო ფორმა ქონდა ყველა მონაწილეისთვის, რომელსაც სადაც როგორც არსებული მონაწილეებს, ასევე პოტენციურ მონაწილეებს, რომელთაც ფიქრობდა, რომ მომავალში შეიძლება ივაჭროს ენერგიით, ან უბრალოდ დაინტერესებდა ეს ბაზარი, მივეცეთ საშუალება დარეგისტრირებულიყვნენ და მიიღოთ მონაწილეობა სატესტო რეჟიმში, რაც გულისხმობს პირველი ეტაპი ეს არის ტრენინგები, ხოლო მეორე ეტაპი სატესტო ვაჭრობა. რაც ნიშნავს, რომ მათ შევუქმნით ჩვენ სატესტო ანგარიშები და Nord Pool-ის სატესტო პლატფორმაზე ისინი შედიან და აკეთებენ განაცხადებს. ანუ რეალურად ნახულობენ როგორ ხდება განაცხადების განთავსება ბირჟაზე. შემდეგ იგივე
აქამდე ჩვენ ტრენინგები ჩავატარეთ, მონაწილეები დავარეგისტრირეთ პლატფორმაზე, ვიღებდით მონაწილეობას ბევრ შეხვედრაში, ბევრი პრეზენტაციის, ბევრი ფორუმის მონაწილე ვიყავით, სადაც მუდმივად ვახდენდით ამ ბაზრების შესახებ, განსაკუთრებით კითადადგური ბაზრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისთვის და ასევე ჩვენ USAID-ის ენერგეტიკულ პროგრამასთან თანამშრომლობით ვაკეთებდით OTC ბაზრის, ან ორქული ხელშეკრულებების ბაზრის ტრენინგების ორგანიზებას მათთან ერთად. ეს არის ბაზრის სეგმენტი, სადაც საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ასევე უნდა იყოს ოპერატორი. პირველი ლისამდე, როდესაც იმ პერიოდამდე სანამ დაგეგმილია ბაზრის რეალური გაშვება, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დარჩენილი. პირველ რიგში ტრენინგები, ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ და ეს კარგად გამოჩნდა სატესტო რეჟიმში, რომ პირობითად თუ მონაწილეების 10% არ ფლობს საკმარის ინფორმაციას, როგორ განათავსოს სწორად განაცხადი ბაზარზე, ბირჟაზე, ეს პრობლემას უქმნის სხვა მონაწილეებს, რადგან ყალიბდება ერთი ფასი და ერთმა არასწორმა განაცხადმაც კი შეიძლება ყველა მონაწილისთვის არასასურველი და არასწორი ფასი დაადგინოს. სატრენინგო სავაჭრო პლატფორმის ტესტირება გაგრძელდება ამ პერიოდში. სხვადასხვა რიგი პლატფორმებია მოსამზადებელი, მათ შორის ბაზრის ზედამხედველობისთვის, რაც გულისხმობს, რომ ბირჟის ოპერატორი იქნება მონაწილეების ქცევაზე დამკვირვებელი და ეს ფუნქცია გულისხმობს, რომ ჩვენ შევხედავთ, რამდენად სწორი ფასის ფარგლებში ხდება განაცხადების განთავსება, ხო არ არის ბაზარზე მანიპულაციის ნიშნები, მანიპულაციის მცდელობა, ან უკვე მანიპულაცია ხო არ დადგა შედეგი. და ვამზადებთ ასე ორქული ხელშეკრულებების ბაზარს გასაშვება და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ფინანსური ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები, რადგან მონაწილეებს შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება, გარანტიების, ანგარიშტორების და სხვა მიმართულებით. შემდეგი და უკვე როცა გაეშვება ბაზარი 2021 წლის 1 ივლისიდან უმთავრესი ფუნქცია, რასაც დავიწყებთ, რა თქმა უნდა, ეს არის მონაწილეების ქცევაზე დაკვირვება, ბაზრის მონიტორინგი. რა თქმა უნდა, მონაწილეებს კვლავ დავეხმარებით საჭიროების მიხედვით. გავაგრძელებთ ახალი პროდუქტების დანერგვაზე მუშაობას, იმისთვის რომ ვიყოთ უფრო ეფექტიანები. და რა თქმა უნდა, დავიწყებთ დღიური ბაზრის გაშვებაზე მუშაობას. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი რაც არის, უკვე მეზობელ ქვეყნებთან, მეზობელ ქვეყნების ოპერატორებთან დაიკარგა ირაკლი. დაიკარგა ხმა. ახლა? კი, ახლა ისმის. კი, უკვე ხდება ხოლმე. და მეზობელ ქვეყნებთან რა ხდება? მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა, როგორც ბაზრის ოპერატორების ფარგლებში, ასევე აუცილებელია სისტემის ოპერატორების თანამშრომლობა, რათა მოხდეს ეგრეთ წოდებული კაპლინგის მიმართულებით მუშაობის დაწყება, გაგრძელება და ალბათ რაღაც ძელვადიან პერიოდში მეზობელ ქვეყნებთან სისტემების დაწყვილება. სულ ეს იყო, რაც ამ დროში შეიძლებოდა მეთქვა. ახლა უკვე მზად ვარ უპასუხოთ კითხვებს და დავიწყოთ დისკუსია. პირველ რიგში დავიწყებ კითხვით, რომელიც მიმდინარეობისას დაგვისვეს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა. რაც შეეხება დაბალანსების შესაძლებლობას საქართველოში. სისტემის ოპერატორი ამ მიზნით გამოაცხადებს, არის ბაზრის საბალანსო ბაზრის წესებს თუ დაიკითხავთ, გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში. იქ არის პროცედურები, როგორ ხდება სარეზერვო სიმძლავრეების ტენდერის გამოცხადება, მათი შესყიდვა და შემდეგ მათი აქტივაცია. ეს გათვლები არის გაკეთებული, სისტემის ოპერატორი, რა თქმა უნდა, თვითდისპეჩერების პრინციპზე არ გადავიდო და ისე რომ არ არსებობდეს წინასწარი შეფასება, რომ მათ ექნებათ საშუალება სისტემა დააბალანსონ არსებული რესურსების გათვალისწინებით, არსებული ელექტროსადგურების გათვალისწინებით, არსებული, ასე ვთქვათ, flexible იქნება. მოხმარებაში თავისუფალი მომხმარებლების გათვალისწინებით და კიდევ ერთი რამ რაც მოქნილი მომხმარების გათვალისწინებით და ერთი რამ რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ პირველი დღეს დაბალანსება ხდება ელექტროსადგურების მეშვეობით, რა თქმა უნდა, მომავალში ამ სქემაში შეიძლება ჩართული იყოს არა მარტო
წარმოებლების მიხედვით ხდება დღეს და მომავალში შეიძლება ჩართული იყოს მოხმარებაც და მეორე იმისთვის რომ სისტემას დავეხმარო დაბალანსებაში ეს ამ მსახურებაში გადაიხდიან ფურს რა თქმა უნდა გაზრდის მიწოდებას ასეთი მომსახურებების. ანუ ამ ფაქტორების გათვალისწინებით გონია რომ სისტემის ოპერატორს ექნება საშუალება სრულყოფილად დააბალანსოს სისტემა. დავით გაბულაძე რამდენად არის რამდენად არის სახელმწიფო ამისთვის და რამდენად არის ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. მე უფრო ეგ მაინტერესებს, თორე ზოგადად როგორ მოხდება დაბალანსება, საიდან შეიძლება დაბალანსდეს, ეგ ხვდები მაგას და ასე თუ ისე მაგაში გათვითცნობიერება. საუბარში რას გულისხმობ? ზოგადად რამდენად შესაძლებელი არის დღევანდელ დღეს ჩვენი ელექტროსადგურები და ძირითადად ძლაური ელექტროსადგურები რაც გვაქვს ძირითადად მოძველებული არის და ეხლა მიმდინარეობს განახლება, თუნდაც გურგესი ავიღოთ, აი მანევრირება რამდენად შეიძლება სწრაფად გაკეთდეს და რამდენად იქნება ეს სწორი ნაბიჯი ზოგადად ეკონომიკის სამინისტროს, იმიტომ რომ თუ რეალურად ეკონომიკის სამინისტროდან და თუ ესკოდან უნდა მოხდეს რა ეს დამატება თანხის თუ ის ეგ მაინტერესებს რა რამდენად არის ჩვენი სახელმწიფო სისტემა მზად აი წეღარავს თქვი თუნდაც ის მაბალანსირებელმა სადგურმა როცა უნდა მე როცა ვიყიდე ვარ მომხმარებელი და როცა ვიყიდე ელექტროენერგია ვიყიდე სიტყვაზე A პუნქტიდან ხო ხვდები ეს ხო ხდება დაბალანსება სისტემის ოპერატორი დღეს აბალანსებს დღეს ხდება დაბალანსება მაგრამ ხდება საბალანსო ბაზრის ტარიფიდან გამომდინარე და მაშინ თავისუფალი ფასტატების თავიდან დღეს დაბალანსება ხდება მე მეკითხებოდი ტექნიკურ მხარეს და ტექნიკურ მხარეს არა ვერ ხო ანუ მაშინ არასწორად დავსვიკითხო ანუ უბრალოდ ვერ გაიგე ერთი წუთით მე მგონი უნდა განვასხვაოთ დაბალანსება ფინანსური და დაბალანსება ფინანსური ნაკადები ტექნიკურ არგუმენტს ფინანსურში მაშინ როგორც თქვი ამაზე მგონი ვისაუბრე დღეს უბალანსობა დღეს სისტემაში არის რა თქმა უნდა სისტემის ოპერატორი ამ უბალანსობის აღმოფხვრისთვის მეთოდებებს აკეთებს რა თქმა უნდა თუმცა ამისთვის ფულს არავინ არ ეხება ასე ვთქვათ განაწილება ხდება ყველა მონაწილეს შორის მომავალში უბრალოდ გამოიყოფა ეს თანხა ეს ღირებულება რაც დაუჯდა სისტემის ოპერატორს სისტემის დაბალანსება და მათი გადახდა მოუწევთ მხოლოდ მათ, ვინც ეს უბალანსობა გამოიწვია. ეს არის განსხვავება დღევანდელ და მომავალ მოდელს შორის. დღეს უბალანსობაზე პასუხისმგებელი არავინ არ არის, ანუ რეალურად კოლექტიურად არის ყველა. ხოლო მომავალში უბალანსობის გადახდა მოუწევს მხოლოდ მათ, ვინც ეს უბალანსობა გამოიწვიან. ფორს მაჟორის შემთხვევაში რა ხდება? ფორს მაჟორში რას გულისხმობთ მაგალითად? ავარიული სიტუაცია თუნდაც გააჩნია ბაზრის უნებრივი სიტუაციიდან გამომდინარე ავარიული სიტუაცია. უკაცრავად თქვენი თავი რო წარმოადგენოთ, კარგი იქნება. წარმოვადგინე ბატონო ლევანი ვარ ბოსტიაში. ბოდიში. ეს არის კითხვები რო საბალანსო ბაზრის ოპერატორთან მსგავსი კითხვები, თუმცა მარტივად შემიძლია გიპასუხო თუ არის ფორს მაჟორი ამ შემთხვევაში მე როგორც ვიცი, მე როგორც მაქვს ინფორმაცია საბალანსო ბაზრის ტრენინგებიდან იწევ. თუ ეს მაგალითად გაითიშა ავარიულად გაითიშა გადამცემი ხაზი ფორს მაჟორის შემთხვევაში ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ეს არის სისტემის ოპერატორის ბრალით რაღაც გათიშვა, ამ შემთხვევაში უბალანსობა სავარაუდოდ არ ეკისრება. თუმცა კითხვები არის სისტემის ოპერატორის ბრალი არა გამომუშავება ვიზეც. აი მე ვიყიდე A პუნქტიდან სიტყვაზე ელექტროენერგია და ამ A პუნქტში შეექმნა პრობლემები. ხო უნდა შემივსვან მე ჩემი დანაკლისი A პუნქტი რო ვერ მაწოდეს სისტემის ოპერატორი. მოხარებელი. მე ვარ მოხარებელი. გამომუშავება გენერაციის წყაროზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. გენერაციამ ვერ გამოიმუშავა ის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ავარიული სიტუაციიდან გამომდინარე მაგალითად თქვენ ხართ მომხმარებელი და მე ვარ მწარმოებელი და მოვყიდეთ ელექტროენერგია. თავის კონკრეტულად 10 მეგავატ-საათი. და მოხდა ავარია ჩემს სადგურზე და 10 მეგავატ-საათი ვერ გამოვიმუშავე. სისტემის ოპერატორი ჩემს ნაცვლად მოსთხოვს მისი საბალანსო სერვისის მიმწოდებას, რომელიღაც სხვა ელექტროსადგურს წარმოების გაზრდას, იმისთვის რომ ჩაანაცვლოს ჩემი მიერ ვერ გამომუშავებული ენერგია და ამისთვის თქვენ მიიღებთ ენერგიას, თქვენ თუ ბალანსში ხართ, თუ იყიდეთ 10 და მოხმარება 10 არ გასცდა, თქვენ პრობლემა არ გაქვთ.
როდ მე დამარიცხავს უბალანსობის საფასურს, იმიტომ რომ მე რაც დავგეგმე, ის ვერ გამოიმუშავე. აი ეგ მაინტერესებდა ზუსტად, ანუ ყველანაირად ეს თავისუფალი ვაჭრობის ბაზარი რაც იქნება ყველანაირად ასე ვთქვათ მაქსიმალურად ურტყავს ან მომხმარებელს, ან გენერაციას და ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის, ეს ყველაფერი გამოიწვევს ტარიფის ზრდას, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობას. ანუ ამ ეტაპზე ჩვენი სისტემა არ არის მაგისტრის გზად. ბოდიში, ეგ იცით რა, განაცხადები მზად არის, არ არის მზად, ეს გარკვეული მსჯელობის შედეგად უნდა იქნას მიღწეული და ჩვენ ახლა უბრალოდ გაცნობითი სემინარი რადგან გვაქვს, მოდით უფრო გავერკვეთ იქნებ ჯერ სიტუაციაში და თუნებას მომცემთ, მეც მაქვს პატარა შეკითხვა, თუ შეიძლება. ბატონო, ერთ თვითონ უბრალოდ ეხლა სასახად თქვათ, რომ რაღაც გაიზრდება. ალბათ არასწორი, იმიტომ რომ ეს არის სუბიექტური შეფასება. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, დაბალანსების დაბალანსების ხარჯი, რა თქმა უნდა, დაბალანსების ხარჯი რაღაც გაჩნდება და ვიღაცას დაეკისრება, მაგრამ ეს ხარჯი დღეს ვარსებობს და ვიღაცა იხდის. ვიღაცა იხდის დღეს. უბრალოდ მომავალში დაეკისრება მას, ვინც ეს უბალანსობა გამოიწვია. მეორე მხრივ, ბაზარი არჩენს ეფექტიანობას, ხო? ამასაც რაღაც თავისი სარგებელი აქვს, ეფექტიანობის სარგებელი, რომელიც შეიძლება ვერ დავინახოთ დღეს ხვალ, მაგრამ ეს საშუალებადიან პერიოდში გამოჩნდება. ანუ რაღაც ფაქტორის ორი მხარეა და თავსახად შეფასება რაიმე ფაქტობრივად ესე თქმა რაღაცა ესე მოხდება ან ისე რაიმე წინასწარი შეფასების გარეშე თუ რაიმე საფუძველი არ აქვს. გონია რომ არასწორია. თან აქ არ უნდა შევხედოთ რა იქნება მომავალ წელს, რა იქნება ხვალ, უნდა გავაკეთოთ უფრო გრძელვადიანი ანალიზი. და სისტემის ასეთი მექანიზმებით ფასის ჩამოყალიბება, სადაც არც ერთ მხარეს არ აქვს უპირატესობა, ორივე არის თანაბარ მდგომარეობაში და ფასის ჩამოყალიბებას ხედავთ როგორც ხდება, თავისი წვლილი შეაქვს ამ ეფექტიანობის გზაში. და ეს ხო არ გამოაჩინა უკვე თქვენმა სიმულაციამ და აი ვარჯიშებმა, რასაც ატარებთ ფასებს რა ემართება, რამე გამოჩნდა ამის? არ არის, ამის ვერც გამოჩნდება სიმულაციაში, სიმულაცია არის უბრალოდ სწავლის მიზნით. სიმულაციის ფასებს ჩვენ ვერ დავეყნობით, რომ განსაზღვროთ რაღაც შევიქმნათ მოლოდინი, რა იქნება ფასი რეალურ ბაზარზე. სიმულაცია არის მხოლოდ სასწავლო მიზნით. რაც არ უნდა მაქსიმალურად ბევრი მომხმარებელი და წარმოებელი ჩავთოთ სიმულაციაში, რა თქმა უნდა, ყველას არ ექნება სრული განაუშავოს მისი სტრატეგია, დადოს განაცხადი იმ ფასით, როგორც რეალურ ბაზარზე იმოქმედებს, ასე რომ სიმულაციის და სატესტო ვაჭრობის შედეგების მიხედვით ამომავლო ფასების პროგნოზირება არის არასწორი და ეს არ უნდა გავაკეთოთ. კარგით, ირაკლი, მაშინ რაღაც ისანი არის, შეკითხვები არის იქ. კაცრავად შეიძლება ერთი წუთით, აქ წერილობით რო არის შეკითხვები, შეიძლება მაგაზეც უპასუხოთ. მე მგონი ენერგოპროს შეკითხვა არის იმაზე, რომ და დგებუაძის იყო კიდე. თუ მოკლედ შეგვიძლია უპასუხოთ. ირაკლი კაცრავად გათიშული მქონდა. ხო. თავიდან მოვყვები მაშინ კითხვებს, ახლა მე შევხედავ. პირველი კითხვები იწყება დავით გებუაძის კითხვებით თვითდისპეჩირებასთან დაკავშირებით. ანუ ვიღაცა შეიძლება მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. რა თქმა უნდა, ეხლა ესე ვთქვათ, სადგური, რომელსაც დღეს არანაირი უბალანსობის პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა, არ მოეწონება, იმიტომ რომ მას მოუწევს მომავალში დაგეგმვა ახალი, გაუჩნდება ახალი, ასე ვთქვათ, საქმე, რაც შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ ალბათ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ თვითდისპეჩირებას არა ყველასთვის, მაგრამ მომხმარებელთა რაღაც ჯგუფისთვის მოაქვს ასევე სარგებელი, ხო, ჩდება მოთხოვნა ახალ პროდუქტებზე და თუ აქამდე სადგური ყიდიდა მხოლოდ ენერგიას, ახლა შეუძლია გაყიდოს სიმძლავრეს და ამაში აიღოს დამატებითი შემოსავალი. ანუ ერთი მხრივ ჩდება, რა თქმა უნდა, ზედმეტი მოთხოვნები, რაც ემპირიადად მიმაჩნია, რომ არის სწორი, იმიტომ რომ ერთი სადგურის მიერ გამოწვეული უბალანსობისთვის მე არ უნდა გადავიხადო, რომელიც სწორად უგეგმავს ჩემს წარმოებას. და მეორე მხრივ მე თუ შემიძლია გავყიდო სიმძლავრეც ენერგიასთან ერთად, ამით მივიღებ დამატებით შემოსავალს. ასე რომ ეს ბაზარი არის ეფექტიანი წარმოებლისთვის და ყველამ უნდა ეცადოს, რომ იყვნენ რაც შეიძლება ეფექტიანები.
iPhone Plus-ის შეკითხვა შემდეგი უნივერსალურ მომხმარებელს იგივე თელას ეზრდება თუ არა შესაძლებელი ხარჯი, ანუ თვითგირებულება. თქვენს მხოლოდ გასაყიდ ტარიფზე სწავლობთ, რა ემართება შესაძლებელი ტარიფს. შესაძლებელი ფასი იქნება ის, რაც დაჯდება ბირჟაზე და როგორც ვთქვით, ფასი რა იქნება ბირჟაზე ამის პროგნოზირებას ახლა ვერ მოვახდენთ. პროცესში არასტორია ჩვენგან ესეთი პროგნოზების გაკეთება, მე თქმა უნდა გვაქვს და ანალიზი იმის მიხედვით, რას უნდა მოველოდეთ კონკრეტულად მონაწილეებისგან, რა ქცევა შეიძლება იყოს მათგან და რა რეაქცია შეიძლება იყოს ჩვენგან მონიტორინგის ნაწილში მხოლოდ რა თქმა უნდა. თუმცა ასე თალსახად რომ ითქვას რა იქნება ფასი ჩვენგან მოლოდინის დაფიქსირება არ არის სწორი და ამას არც გავაკეთებთ. უბრალოდ ერთი რაღაცა შეიძლება ითქვას, იგივე კონცეფციიდან გამომდინარეობს ეს საკითხი, რომ მიუხედავად იმისა, რა ფასად იყიდის თელასი ბაზარზე ელექტროენერგიას, იმისთვის რომ მას არ შეექმნას ფასის რისკი, ბაზრის ფასს და სენიკის დადგენილ ტარიფს შორის ხვაობას აუნაზღაურებს ESCO, როგორც საბითუმლო საჯარო მომსახურების მიმწოდებელი. ეს თქო ფინანსური კონტრაქტი იქნება მათ შორის. დავით გებუაძე ისევ PPA სადგურებს უბალანსობრივი ეპატიება, მაშინ როდესაც სხვა სადგურებს არ ეპატიებათ, რომელი ევროპული რეგულაცია უშვებს ამ დისკრიმინაციას. PPA სადგურების უბალანსობასთან დაკავშირებით ეს გამომდინარეობს ხელშეკრულებებიდან, რომელსაც სახელმწიფო თუ ხელშეკრულებით PPA სადგურების უბალანსობა არ ეკისრება, რა თქმა უნდა, მის დაკისრება შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო დავა, რამაც შეიძლება უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს. PPA სადგურების უბალანსობა ეკისრება დავით, უბრალოდ ამ უბალანსობაზე ფინანსურად პასუხისმგებელი არ არის PPA. არის განსხვავება. ირაკლი, ბოდიში დავაზუსტებ, მან კიდე კითხვაში მეორე ნაწილი მქონდა, რომ ევროპულ კანონმდებლობასთან რამდენად მოდის ეგ ჰარმონიზაციაში. ეს კითხვა დავით, ალბათ ხვდები, რომ მე არ უნდა დამისვა. უბრალოდ ევროპულ ქვეყნებშიც არის PPA-ები და არა მარტო საქართველოში, არ იყო ეს პრაქტიკა. თუ ვიტყვით, რომ ეს არის დისკრიმინაცია, უბრალოდ მათ უბალანსობაზე პასუხისმგებლობას იღებს თქვა, თუმცა უბალანსობა მათ რა თქმა უნდა ჩვეულებრივად დაეწერება. დაეწერება უბრალოდ სახელმწიფო იღებს მაგაზე პასუხისმგებლობას, ხო? კონტრაქტიდან გამომდინარე, ბატონო მურმან, ეს კონტრაქტით რეგულირდება, ასე რომ კონტრაქტის პირობები არის ანახავი, როგორ არის დადებული. ხა მე ვერ ვიტყვი ყველა PPA-ზე როგორ არის, ანუ ყველა კონტრაქტს არ ვიცნობ. ასე რომ კონტრაქტის მიხედვით თუ უბალანსობაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს, რა თქმა უნდა ესე ვთქვათ, პირდაპირ მოხდება, თუმცა შეიძლება მოხდეს რაღაც, არ ვიცი, მოლაპარაკებით რაღაც PPA ეს არის სავალდებულო შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც დადებული აქვს სახელმწიფო ორგანიზაციებს ახალი ჰესების დეველოპერებთან იმისთვის, რომ გარკვეული გარანტირებული შემოსავალი გაუჩნდეთ ამ დეველოპერებს. ეს შეკითხვის мотиваცია კი ჩემი აზრით ის იყო, რომ ასეთი ხელშეკრულებები პრინციპში ხელს უშლის აი ამ საბაზრო мотиваციას იმ დეველოპერებისთვის და ფაქტიურად გარკვეულ ბაზრის მუშაობას შეიძლება სად ხელს არ უწყობდეს თუ ზუსტად ბატონ ნურმან, იმიტომ რომ PPA სადგურებს უკვე შეიძლებათ რომ გაცდენ საერთოდ ამ უბალანსობას არც გააკეთონ ეს რაც იყო აქ საუბარი მოწესრიგებული სისტემები დიდ უბალანსობებს გავიდნენ ფინანსური პრობლემები ფიზიკურად ირაკლი დამთავრებინე თუ შეიძლება დამთავრებინე ირაკლი თუ შეიძლება დამთავრებინე ირაკლი ვაზუსტებ ირაკლი ხო ამიტომ როდესაც გავლენ ამ დიდ უბალანსობებში არ ეზრუნებენ რომ დაბალანსდეს შესაბამისად უნდა გამოიყენოს სისტემის ოპერატორმა რესურსი ფიზიკურად სარეზერვო რესურსი დაიხარჯება მეტი ფული იმ შემთხვევაში თუ დაარეგულირებდნენ ეს და მიხედავდნენ ამ თემას და ამის მეტი ფული მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დისკრიმინაცია მაგარი მე მგონია ეს ბატონო მურვანი გავცემ ეს თემა არის და შეიძლება ჩვენ ვცადოთ და გავაკეთოთ უფრო პროფესიული განხილვა, სადაც აი ესე დეტალებზე შევძლებთ დალაპარაკებას. იმიტომ ახლა მაინც აუდიტორიისთვის შეიძლება არ იყოს ესეთი ნიუანსები ადვილად გასაგები.
ეს ცალკე თემა და ცალკე მრჩევლობა შეიძლება იყოს, რომ ერთ რაღაცას დავამატებ ბატონი დავითისთვის ალბათ არ არის ცნობილი რაღაც მექანიზმები, რითაც შეიძლება ამ პრობლემის დარეგულირება და ეს ვთქვათ უბალანსობა არ იყოს ისეთი, რომ რაღაც კატასტროფა გამოიწვიოს. ანუ არის სხვადასხვა მექანიზმები, მათ შორის ეს ალბათ სამომავლო საკანონმდებლო აქტებში დაიწერება. ასევე ის რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს უბალანსობაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას არ ნიშნავს, რომ სადგურს შეუძლია მოიქცეს ისე, რომ რაღაც დაემატებითი ზიანი მიატყენოს ხელშეკრულების მეორე მხარეს. ანუ არის რაღაც სამართლებრივი ნაწილი, არის რაღაც ტექნიკური ნაწილი, რითაც შეიძლება ეს დარეგულირდეს. და ესე ხელაღებით ასეთი თქმა, რომ სადგურები ესე მოიქცევიან, ჯერ ერთი არის თით მოიქცევიან თუ არა, მეორე სურვილს რომ გაუჩნდეს, რამდენად იქნება ამის შესაძლებლობა, როცა არ ვიცნობთ საკითხს, როგორ არის დაგეგმილი გათვალისწინებული ამ საკითხის მოგვარება, ალბათ ჩემი აზრით არასწორია. ალბათ საბოლოოდ დავალოდოთ, როგორ მოხდება ამ საკითხის დარეგულირება. ნუ ყოველ შემთხვევაში საკითხი დგას და მაგაზე ფიქრი მიმდინარეობს, როგორც კიდე იყო რამდენიმე შეკითხვა. ენერგოპროს შეკითხვას გავაგრძელებ. ბაზრის წესების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტზე აქვს მითითება, რომელიც ბევრი მრჩევლობის საგანი იყო. და ეს პუნქტი ითვალისწინებს, რომ პლატფორმაზე განთავსებული განაცხადი უნდა ასახავდეს მონაწილის მიერ ელექტროენერგიის ყიდვის გაყიდვის ნამდვილ ინტერესს და გაწეულ ხარჯებს. ამ საკითხზე ბევრჯერ იყო საუბარი, ეს არ არის რაღაც ახალი მოგონილი, ეს გამომდინარეობს ევროპული რეგულაციიდან და ბაზრის წესებში რემიტიდან ზუსტად და ბაზრის წესებში ეს ჩანაწერი რომ არ იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა მონაწილეებისთვის არ იარსებებს. აქ დავაზუსტებ ერთი რეალურ ინტერესში ასეთ რაღაცას დავაზუსტებ, რომ მაგალითად სადგურს წარმოებელს, რომელსაც ამ წარმოებლებელ ჯგუფს, რომელსაც აქვს საშუალება მოახდინოს გავლენა ბაზარზე, მაგალითად ვიცი რომ მე ვარ სადგური და ვიცი რომ აუცილებლად მე ვიქნები ბაზრის ჩამკეტი, ეს საბაზრო ძალაუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული ბოროტად და არ უნდა დავადგინო ხელოვნური ფასი. ეს არის ბაზრის მანიპულაციის ერთ-ერთი მცდელობის ერთ-ერთი თემა და ბაზარზე მანიპულაციებს იკვლევს ფემეკი. მონიტორინგს უწევს ბაზრის ოპერატორი და ასეთი მცდელობების ფაქტების შემთხვევაში ინფორმაციას უგზავნის ნემოს, რომელიც იღებს შესაბამის იკვლევს და უკვე რაღაც შესაბამის ზომებს. ანუ გარკვეული სანქციები იქნება ეგეთ შემთხვევებისთვის? არის რა თქმა უნდა სანქციები არის გათვალისწინებული, თუ შევხედავთ ახლა ევროპულ პრაქტიკებს, არ ვიცი 25 მილიონი ან რაღაც მილიონობით ევროებზე და ფუნტებზე არის საუბარი ბაზრის მანიპულაციის შემთხვევებში. ეს არის ბევრნაირი მანიპულაცია შეიძლება იყოს ბაზარზე სიმძლავრის დამალვა. მე მაგალითად ერთ-ერთი მანიპულაცია არის სიმძლავრის დამალვა. ნუ ბაზარს არ შევთავაზე სიმძლავრე. აქ ორი ვარიანტი შეიძლება იყოს, ერთი რომ ვარ რომ ავარია მაქვს და არ ვაწარმოები და უკვე შემდგომ გამოვაჩინე რომ მე მქონია წარმოების საშუალება, ეს რა ვთქვათ ტექნიკური ნაწილი და მეორე ეკონომიკური დამალვა. ჩემი სიმძლავრით რაც გულისხმობს რომ ბაზარს ჩემი ენერგია შევთავაზო ეკონომიკურად არა მიზანშეწონილ ფასადზე. ასე რომ ბევრი არსებობს სხვადასხვა მანიპულაციის მექანიზმები, სხვადასხვა საშუალებები, რაც რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი მონიტორინგის ქვეშ. ირაკლი, რას ნიშნავს არა ისა ხელოვნურ ფასად? თუ მე დიდი ფასი დავადე და იმ ფასზე ბაზარზე მოთხოვნა არ არის, მე უბრალოდ ბაზარზე ვერ გავყიდი ელექტროენერგიას და ბუნებრივად მეწოდინება რომ უფრო იაფი უნდა დავადო. რას გულისხმობ? მე სიმძლავრის დაკარგვის თემას არ გულისხმობ ირაკლი. პირველ რიგში რა არის ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯი, ანუ რა შეიძლება იყოს ის ხარჯი, რაც შეიძლება იყოს დასაბუთებადი. ეს უფრო არის მარეგულირებათან განხილვის საგანი. თუმცა ორი შემთხვევა ავიღოთ. მე თუ ვარ პატარა მწარმოებელი, ნუ ფასის მიმღები, price taker-ი, ხო, მე ბაზარზე გავლენას ვერ ვახდენ, ხო, ბაზრის ფასზე. მე რა თქმა უნდა დავდებ განაცხად იმ მინიმალურ ფასად, რის ფარგლებშიც მე წარმოების სურვილი მაქვს. და ბაზარი თუ მეც გადამიხდეს, კი ბატონო, მექნება უფრო მეტი. თუ არა და თუ ჩემი ენერგია გაიყიდება, იმ მინიმალურს მივიღებ, რა ფასადაც წარმოების შესაძლებლობა მაქვს. მაგრამ იგივე შემთხვევაში მინიმალურად რატო დავდებ ვერ მივხვდი? დავით, დამასრულებია. დავდებ მინიმალურად, იმიტომ რომ თავარია ბაზარზე მოხვდე და მინიმალური საოპერაციო ხარჯები მაინც რაღაც სხვა დამატებითი ხარჯები, რომელიც შეიძლება ავიყვანოთ ამ
გულდანახარჯებში და სხვა ხარჯებში, რომელიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული კომისიის მიერ, ეს უკვე პრაქტიკაში მონიტორინგის ნაწილში ჩამოყალიბდება, როგორ ხდება მონიტორინგი რა ფასის პარაგრაფში რას ითვალისწინებს კომისია და ასე შემდეგ, ეს კითხვები უფრო კომისიასთან დაკავშირება შეიძლება იყოს ამაზე. თუმცა მეორე შემთხვევაში მე თუ არ მონაწილე, რომელსაც აქვს ბაზარზე გავლენა, ანუ მე ვიცი რომ მე გამსაზღვრავ ფასს. ამ შემთხვევაში მე არ დავდებ რაღაც მინიმალურ ფასს, მე მომინდომებ რომ მივიღო უფრო მეტი მოგება, ვიდრე ბაზარი ამას მომცემდა კონკურენტულ პირობებში და დავადებ ასეთ ბაზარს შევთავაზებ ჩემს ენერგიას უფრო ძვირ ფასად. რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებდი, თუ ვიცი რომ ამ სეთქმედების გამო მე შეიძლება ბაზარზე არ მოვხვდე. მაგრამ რადგან მე ვიცი რომ ბაზარზე მოვხვდები, ამის გამო ეს აჩენს დამატებით რისკებს ასეთი მონაწილეების მიმართ. მათ მიმართ საჭიროა უფრო დამატებითი ყურადღება მონიტორინგის ნაწილში, ზედამხედველობის ნაწილში და უკვე პრაქტიკაში დავინახავთ როგორ მუშაობს ბაზარი. ხა წინასწარ საუბრობთ ხოლმე ჩვენ თეორიებზე, რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება გავაკეთოთ ამის საპასუხოდ, თუმცა რეალურად როგორ იქნება მონაწილეების რეაქცია, როგორ იქნება მარეგულირებლის რეაქცია, როგორ პრაქტიკა ჩამოყალიბდება, ეს პრაქტიკა რა თქმა უნდა არ იქნება აცდენილი ევროპულ პრაქტიკას, ხო? მაგათაც ბოლო შემთხვევა მახსოვს, ბრიტანეთში დააჯარიმეს ერთ-ერთი მწარმოებელი, რომელმაც ბაზარს დაუმალა სიმძლავრე და დააჯარიმეს 20 რაღაც მილიონი ფუნტით. ანუ შეიძლება ითქვას, რომ თავად ბაზარი მთლიანად არ არეგულირებს ოპტიმალურად ყოფაქცევას მოთამაშეებისა და საჭირო ხდება გარკვეული მონიტორინგი, ზემოქმედება იმისთვის, რომ რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდნენ, ხო? მაცრავად, ბოდიში. სიმძლავრის დამალვის мотиваცია რა შეიძლება იყოს? სიმძლავრის დამალვის мотиваცია შეიძლება იყოს მაგალითად ფასების გაზრდა ბაზარზე, იმიტომ რომ თუ მაგალითად წარმოიდგინეთ ახლა დაფხულის თუ ავიღოთ, როდესაც ფასები, რა ვიცი, მაგალითად ფოსადგურს არ ვთავთ, ხო? ფოსადგურის ფასის ჩამკეტი ვერ იქნება. და მაგალითად ენგურხესმა დამალა სიმძლავრე და თქვა რომ მე არ გავყიდი ხვალ. რა თქმა უნდა, ჩართვა მოუწევს ფოსადგურს, შეიძლება იმპორტით შემოვიდეს და ფასი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იქნებოდა ენგურხესის მიერ გაყიდვის შემთხვევაში, ხო? ანუ რაღაც კარტელური გარიგების შემთხვევაში ხდება შეიძლება, ხო? შეიძლება კარტელური იყოს, ერთ მონაწილე შეიძლება კონდეს იმხელა ძალაუფლება, რომ ბაზრის ფასზე მოახდინოს ზეგავლენა. ანუ კარტელი ხო რამდენიმე მონაწილე შემთხვევაში. ანუ კარტელი ხო არ არის კი ბატონო, გასაგებია ვთქვათ თბოსადგურებმა შეკრან ასე ვთქვათ პირი და ანუ რაღაც მოკლედ მაგენერირებელი სადგურების მიერ შეთანხმების საფუძველზე შეიძლება მოხდეს გენერაციის დამალვა, ხო? სხვა мотиваცია რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე თუ ელექტროსადგური მაქვს და ვაგენერირებ ენერგიას, ჩემი мотиваცია რომ გავყიდო ეს ენერგია, რატომ უნდა დავმალვა, ხო? ერთადერთი мотиваცია შეიძლება იყოს რომ ორი სადგური კონდეს და ერთი დამალო რომ მეორეთი ალბათ. ხო, და დამალვის შემთხვევაში ვიღაცამ თანხა გადამიხადოს და მე საბალანს და ეს საბალანსოზე მე აისახება რამენაირად, თქვათ რომ დავმალავ მეგინი. ისა ბოდიშ ვიხდი ჩვენ უკვე დრო გვითავდება. მოდით სტუდენტებს მივცეთ ორი შეკითხვის დასმის საშუალება, ერეკლე ბოდიში შეიძლება ამ თემაზე გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი. სტუდენტებს თუ აქვთ შეკითხვები? უბრალოდ мотиваციაზე ერთ ვიტყვი, მაგალითად თუ მაქვს ორი სადგური, ერთი წყალსაცავიანი სადგური და მეორე ასე ვთქვათ სხვა სადგური, ერთ-ერთ თუ დავმალავ, მაგალითად შევინახავ რეზერვუარში წყალს, რა თქმა უნდა, მე წყალს ვინახავ და შემიძლია სხვა დროს ვაწარმოო, თუმცა ამ შემთხვევაში ბაზრის ფასს მაღლა ავწევ და შემიძლია მეორე სადგურს უფრო ძვირად გავაკიდიო. ანუ მე მიზეზი ასეთი მანიპულაციის შეიძლება იყოს ბევრი, მათ შორის დღიურ ბაზარზე გადასვლა და ასე შემდეგ. გასრავად შეიძლება კითხვა დავსო. თუ ორი დავით გისმენთ. ორი კითხვა მექნება და ასე უცბად ჩამოვაყალიბებ მაშინ. რამ ერთი ეხება და თქვენს ბრძანეთ წელან რომ ესკოს უნაზღაურებს, ანუ ფასის სხვაობას გამანაწილებელ კომპანიებს, ხომ? თუ ამის საჭიროება დადგება. ეს რამდენად არის
სწორი მიდგომა, ან საიდან ექნება ამის ფულადი რესურსი, ზოგადად ესკოს და ეს ხომ არ უკავშირდება სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამას ენერგეტიკის სექტორში ზოგადად და ან ენერგეტიკის ბირჟისთვის ეს რამდენად მოსახერხებელია და რა გამოცდილება არის მაგალითად ევროპის ან სხვა ქვეყნებში. ერთი ეს კითხვა მქონდა და მეორე ეხება მზის გენერაციის ობიექტებს. როგორც ვიცი, მათ ასე ვთქვათ, თუ სურთ გაყიდვა თავისი ელექტროენერგიის, ისინი პირდაპირ ასე ვთქვათ, შეთანხმებებს აღწევენ გამონაწილებელი კომპანიებთან, როგორც არის ენერგოპრო და თელასი, მგონი ეს ასია, ხო? და მაინტერესებს, ანუ ეს ენერგეტიკული ბირჟა რამდენად იქნება ხელშემწყობი ასეთი ტიპის გენერაციის ობიექტებისთვის და ამ პრეზენტაციაში რატომაც არ მიმსმენია მგონია თუ ვერ დავაკვირდი არ ვიცი ზუსტად აი მზის კერძო გენერაციის ობიექტებს თუ რა მომავალი აქვს ამ ბირჟასთან დაკავშირებით. მადლობა. პირველი კითხვის შემთხვევაში ესკო ერთი მხრივ უნაზღაურებს ამ თემაზე მე ყურადღება არ გამიმახვილებია, იმიტომ არ იყო დაკავშირებული დღიურ ბაზრებთან, უბრალოდ მოკლედ გეტყვით, ესკოს ერთი მხრივ აქვს კარგი გასაწევი, რაც გულისხმობს უნდა აუნაზღაუროს უნივერსალურ მემტოდებელს, მაგალითად თელასი, გარდაქმნილ თელას პირობითად. სხვაობა საბაზრო ფასთა კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის, ესე ვთქვათ, ხარჯი თელას, ესკოსი და მეორე მხრივ აქვს შემოსავალი, იმიტომ რომ ესკოსთან ასევე მიდის ენგუხესის მიერ გაყიდული ენერგია, სხვაობა საბაზრო ფასთა ენგუხესისთვის კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის. Პირობითად თუ კომისიას დადგენილი აქვს 2 თეთრამდე ტარიფი ენგუხესისთვის და ენგუხესმა ბაზარზე გაყიდა ენერგია მაგალითად 8 თეთრად, სხვაობა 6 თეთრი მიდის ესკოსთან. თითქოს უკვე შემდეგ ახდენს ანაზღაურებას ხარჯების უნივერსალური მემტოდებლისთვის. ეს სქემა კარგია იმგვარად, იმიტომ რომ ყველა მხარეს ესკოს როგორც ფინანსურ ორგანიზაციას ასევე გამყიდველს ენგუხეს, მყიდველს თელას უჩნდება სწორი мотиваციები ბაზარზე. ანუ ისინი ბაზარზე მოქმედებენ წმინდა საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სხვაობები ფინანსურად მათ შემდგომ აუნაზღაურდებათ. რაც შეეხება ამ მზის ენერგიას, ანუ ხელშეწყობის ნაწილში, ანუ უბრალოდ შეიძლება თქვა, რომ იარსებებს მოკლევადიანი ბაზარი, სადაც შეუძლიათ მათ ენერგია ევაჭრონ და ერთ-ერთი უბალანსობაში არ გავიდნენ დიჩი, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ასეთი სადგურებისთვის, მზისთვის მაგალითად, რომელმაც შეიძლება სწორად ვერ დაგეგმოს, მაგალითად, თუნდაც ხვალაც გენერაცია და თორსა იქნება უკვე ღიური ბაზარი ფიზიკურ მიწოდებამდე 1 საათით ადრე, მას შეიძლება მოახდინოს მისი პოზიციის დაბალანსება. გარდა ამისა, ბირჟაზე ჩამოყალიბდება მეთოდებული საორიენტაციო ფასი, რეფერენს ფასი, რაც ასევე იქნება სიგნალი მათ შორის მზის, ქარის და სხვა ინვესტორებისთვის, რა არის საქართველოში ელექტროენერგიის ღირებულება, იმიტომ რომ დღეს რეალურად ჩვენ ვიცით ესკოს ფასი, თუმცა ისიც ცხადია, რომ ესკოს ფასი არ ყალიბდება საბაზრო პრინციპებით, წმინდა საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, ისე როგორც ეს იქნება თითადრე ღიურ ბაზარზე და რეალურად ელექტროენერგია დღეს რა ღირს ვიცით ფასი რა არის, ელექტროენერგია რა ღირს რეალურად არ ვიცით. ვინაიდან არ გვაქვს ბაზარი, სადაც ფასი ჩამოყალიბდება მოთხოვნის და მიწოდების თანაფარდობით. მათი სურვილის განაცხადის შესაბამისად. Ну, ეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც სუბსიდირებული ფასებით გვაქვს ელექტროენერგია და ეს რამდენ არაეფექტურობას იწვევს და გადაჭარბებულ ხარჯებს, ეს კიდე ცალკე საუბრის თემაა. მე მინდა მადლობა მოუხადო ჩვენს დღევანდელ მომხსენებელს ძალიან საინტერესო საუბრისათვის, საინტერესო სემინარისთვის, ესეთი პირობითი ტაშის დაკვირვით, იმიტომ რომ დარბაზი არა გვაქვს სამწუხაროდ. მინდა მადლობა მოუხადო ყველა დამსწრეს საინტერესო შეკითხვებისთვის და მონაწილეობისთვის. პიკში 54 ადამიანი ყავდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და მე რაღაცა ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ კიდე გვექნება ბაზართან დაკავშირებული შეკითხვები. თუ გნებავთ, შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ დავაგროვოთ რაღაც შეკითხვები და
თუ გამოჩნდა საჭიროება, შეიძლება კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ირაკლის გარკვეული საკითხების გარშემო უფრო დეტალური საუბარი თუ დაგთანხმდება და თუ ექნება დრო და საშუალება, იმიტომ რომ როგორც ვხედავთ, ეს ბირჟის ამუშავება საკმაოდ ისეთი შრომატევადი და ბევრ ტექნიკურ დეტალთან დაკავშირებული საქმეა და ბევრი გადაწყვეტილების მიღებასთან. მოდით კიდევ ერთხელ ესე იგი მადლობა ყველას. სტუდენტებს, რომლებთაც ლექციები აქვთ 10 წუთის შესვენების შემდეგ გადაერთეთ უკვე თქვენს ლექციებზე. დანარჩენებს საღამო მშვიდობას უსურვებთ და შემდგომი სემინარების შესახებ ჯერ ერთი თქვენგან მივიღებთ თხოვნებს და უпростоრო შეკითხვებს, რომ რა საკითხები შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო და ჩვენც ჩვენ თემატიკას შემოგთავაზებთ. მადლობა ყველას. ბატონ მურმან, მეც მინდა ვთქვა, პირველ რიგში მადლობა. ყოველთვის მზად ვართ, რომ ჩავერთოთ თუ რაიმე დისკუსია იქნება, თუ სადმე იქნება საჭირო ბიუჯეტის მხრიდან რაიმე პრეზენტაცია, განმარტება, დეტალური მსჯელობა. უბრალოდ იმდენად ბევრი საკითხია, იმდენად რთული საკითხია, რომ დღეს ერთ საათში რთულია ავატიოთ ყველა ეს საკითხი და მოვასწროთ მსჯელობა. მთელი დღეები შეიძლება ამან დაიყოს. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მონაწილეებს, ხედავდით ჩემი კოლეგები თაკო და კატო ჩატში პასუხობდნენ გარკვეულ კითხვებზე და მგონი პასუხის გარეშე არავინ დაგვრჩენია და მომავალში კიდევ ერთხელ თუ რაიმე ღონისძიება იქნება დაგეგმილი, ჩვენ მზად ვართ ყოველთვის მივიღოთ მონაწილეობა. ასევე თუ რომელიმე დღევანდელ მონაწილეს, მათ შორის სტუდენტებს აქვთ რაიმე კითხვები, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგვიძლიათ მოგწეროთ. მისამართი მითითებულია პრეზენტაციის ბოლო გვერდზე და პრეზენტაციაც ალბათ შეგვიძლიათ გავაზიაროთ თუ იქნება. და ბოლოს შენიშნა, რომ პრეზენტაციასაც და ჩანაწერსაც განვათავსებთ ვებზე, რომ ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. მადლობა ირაკლი და პირად ჩატში რომ პრეზენტაციის გაზიარებასთან დაკავშირებით, ასე რომ როგორც ხედავთ, გაზიარებული იქნება ყველასთვის და იქნება ხელმისაწვდომი. კი ბატონო. მადლობა ირაკლი კიდევ ერთხელ და ყველას დამსწრეს.